Reach out, touch faith. Reach out and touch faith. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. დღეს 31 დეკემბერია, ძველი და ახალი წლების მიჯნა. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში თეორემას სტუმრებთან ერთად გასულ წელს შევაჯამებთ და მომავალი 2015 წლის სურვილებს გაგიზიარებთ. ვინც საახალწლო კონცერტებს არ წყალობთ, იყავით ჩვენთან. დღეს თეორემას არც მეტი, არც ნაკლები 20 საინტერესო სტუმარი ყავს. წარმოგიდგენთ მათ მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი, ნათია მეგრელიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, გოკა გაბაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკოსი, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ასე რომ წარმედგინე და მიშა მშულდაძე, პროდიუსერი. დიდი მადლობა თეორემაში სტუმრობისთვის. 1887 წელს ილია ჭავჭავაძემ 31 დეკემბერს ზუსტად გამოაქვეყნა ასეთი წერილი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ, სადაც ის ერთგვარი რაც გულის ტკივილით აღწერდა იმ დროინდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ეს წერილი გასდევს ლეიტმოტივად მთელ თეორემას და მე რამს მინდა ვკითხო და მინდა თქვენ გკითხოთ ყველას, რას ეტყოდით და რით გაახარებდით საქართველოს მოსახლეობას და ამ შემთხვევაში ტაბულას მაყურებელს. მე რამ შენგან დავიწყებ. არ ვიცი, ხარ რით შეიძლება რომ გავახაროთ. სიმართლე გითხრა, ცოტა რთულია საუბარი, იმიტომ რომ როგორც რაც თავი მახსოვს, ყველა ახალწელს ხვდებით რაღაც გარკვეული პრობლემებით და სულ გვაქვს რაღაც პრობლემები მოსაგვარებელი. და ალბათ სულ ასე შევხვდებით უკვე. სულ ასე შევხვდებით, მაგრამ რა ერთადერთი ის ილიას სიტყვებს თუ გავიხსენებთ, რომ აი მომავალი ჩვენია რა, თუ აწმო არ ვწყალოს მომავალი ჩვენი. ამით თუ გავიხარებთ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ხოლმე. კი ბატონო და მომავალი წლის შეჯამებისთვის, ანუ აი მოდი კიდევ ერთ კლასიკოსის ციტირებას მოვახდენ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის. ის ამბობდა რომ 2013 წელი, ანუ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წელი უნდა ყოფილიყო რთული, შემდეგი წელი, ანუ შარშანდელი წელი უნდა ყოფილიყო უკეთესი, ხოლო აი მომავალი წელი, რომელიც მოდის, უკვე ჩვენ ჯიბეს უნდა დატყვებოდა და ამ საგრძნობი იქნებაო, ამბობს, ნუ მეოთხე წელი რომ ძალიან კარგი უნდა იყოს, ამაზე ახლა დღეს არ ვიმსჯელოთ. თუ შეიძლება მითხრა 2014 წელი იყო თუ არა უკეთესი ვიდრე 2013. მაგაც გააჩნია რა თვალსაზრისით გულისხმობთ. ჩემთვის იყო ჩვეულებრივი წელი, როგორც მანამდე იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ერთადერთი 2014 წელს გამოჩნდა გაცილებით მეტი პრობლემა, ვთქვათ, ამ ხელისუფლებაზე თუ ვისაუბრებთ, ვიდრე იყო ჩანდა 2013 წელს, ხო? 2013 წელს მაინც ახლები იყვნენ რაღაცებს, ნუ სხვანაირად უყურებდით, ჰქონდათ რამდენიმე ნაბიჯი გადადგმული, რომლითაც შეეძლოთ, რომ თავი მოეწონებინათ, თქვათ, ეს ჯანდაცვის რეფორმა იქნებოდა, უფასოს ხელმძღვანელობები და ასე შემდეგ, მაგრამ ხა რამდენი წელი ილაპარაკებ ამაზე, ხო? ნუ ერთხელ გეტყვის მამაზე მოსახლეობა კარგი, მაგრამ მე რაღაც ახალს ითხოვდა, ეს ახალი ჯერჯერობით ვერ დადგა, 10 ლარით დაბირდნენ მოსახლეობას პენსიის გაზრდა და ისიც მომავალი წლის სექტემბერში. და ამას ხალხი ანუ 2014 ამ თვალსაზრისით იყო ჩავარდნან, 2013-ში თუ გქონდათ რაღაცა, სათქმელი, 2014-ში ისევ რომ იძახი ჯანდაცვა, ხამდე ხას უნდა იძახო ჯანდაცვა, ხო? დიდხანს ვერ იძახებ ამას, ამიტომ რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს და ეს ახალი ჯერჯერობით არ გამოჩნდა ამ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით თუ იძახი. ხა დანარჩენი ხა ასოცირების ხელშეკრულება იყო და ნუ ამით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის არა მარტო ამ წლის, არამედ ბოლო რაღაც 10 წლეულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა
და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ცუდად ვერ ჩავთვლით ბუნებრივია. ანუ ევროპისკენ სვლის თვალსაზრისით ჩვენ ამას ცუდად ვერ ჩავთვლით. უბრალოდ ოცნებას გამოუჩნდა რეალურად, ანუ ამ წელმა მე ვფიქრობ ოცნებას დაანახა რეალურად რა პრობლემები აქვს მას, როგორც ხელისუფლებას და ოცნება გააშიშლა შეიძლება თქვა. ნუ ბევრი პრობლემა დაინახეს და იმედი მაქვს რომ დაინახეს. ნუ გამოჩნდა და ეხლა დაინახეს თუ არა უკვე იმიტომ და სიმბოლურია ეს, იმიტომ რომ სასიმბოლურია ეს, იმიტომ რომ მე მგონი დაიხურა საპარლამენტო სესიები ხო აღარ იქნება და აი ბოლო სესიაზე ესეთი ჭუბი მოხდა რომ მართლაც იქ შიშველი სხეულის ნაწილებით დავინახეთ და ხო და ანუ ბევრი პრობლემა გამოჩნდა. მე არ ვამბობ ქვეყანაში რა პრობლემებია, მე ვსაუბრობ ხელისუფლებას რა პრობლემები აქვს და თუ დაინახეს ეს პრობლემები, ნუ ბოლო წელს რაღაც წლის ბოლოს ცოტა იმედის მომცემი იყო ის საკადრო წმენდა. იმ თვალსაზრისით რომ რაღაც დაინახეს თავიანთ თავში, ან ვიღაცამ დაინახა. ერთმა ადამიანმა მაინც, რომელმაც რაღაცას გაწმინდა. რა დაინახეს? ანუ კორუფციის თვალსაზრისით გულისხმობა. კორუფციას თუ წმენდ, უნდა ციხეში უშვებდე ხალხს. ხო, ნუ ეხლა გასაგებია კი ბატონო, მაგრამ რა ვიცი, აბა რა ისიც კარგია რომ არ დატოვეს თანამდებობებზე ასეთი ხალხი. აჰა, გასაგებია ესეც. ჩვენი ახლა ციხეში ალბათ მომავალ ხელისუფლება რომ მოვა ისინი ჩასვან. როგორც ჩვენი მტრის იტოხლება, ანუ როგორც ჩვენი. ხო, დაახლოებით ასეთი ვარიანტია. იტყოდა. კი ბატონ გიორგი, თუ შეგიძლიათ თქვა შეაფასოთ გასული წელი, გასაგებია რომ დაახლოებით ხვდები, ეს იქნება მკვეთრად კრიტიკული, თუმცა აგერ ვარც მერაბი ყოფილა მაინდა-მაინც ლმობიერი ხელისუფლების მიმართ, ასე რომ პოზიტიური და ნეგატიური. ვისაც აქვს უნარი, ასე ვთქვათ, კრიტიკულად შეფასების მოვლენებისა. ყველა დაეთანხმება იმას, რომ ეს იყო მართლა ძალიან მძიმე წელი ამ ხელისუფლებისთვის და შესაბამისად ქვეყნისთვის, როცა სრული კონსენსუსი არის იმაზე მთელს მსოფლიოში და დაწყებული სახელმწიფო დეპარტამენტით ამერიკის შეერთებული შტატების დამთავრებული ევროპარლამენტის რეზოლუციით ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი, ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ ახალ წელს ციხეებში შეხვდებიან, ჩვენ გვყავს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ მთავრობის არაკომპეტენტურობის და უნიათობის და მათ მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგია, რომელიც აისახება ინფლაციაზეც, ლარის მერყეობაზეც, რომელიც აისახება ფასების ზრდაზეც, რომელიც აისახება ბიუჯეტის გარღვევაზეც, რომელიც აისახება 2 წლის განმავლობაში აღებულ 3 მილიარდ ახალ ვალზე და ამ შემდეგ ცხადი არის, რომ მთავრობა ვერ მუშაობს და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ შეუძლებელია არსებობდეს რეალურად არსებობდეს მოდელი, სადაც არავის მთავრობაში არ აქვს სინამდვილეში პასუხისმგებლობა იმაზე, რა გადაწყვეტილებები მიიღება სინამდვილეში. ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება მთავრობაში, ამას გადაწყვეტილებებს, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სივრცის მიღმა არის უბრალოდ ლიდერი, ასე ვთქვათ, სულიერი ლიდერი ხელისუფლებისა, რაღაც უცნაური მოდელი ყალიბდება, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს არ არის არც სახელმწიფო თანამდებობაზე, მას შეუძლია განთავისუფლოს მინისტრები, მას შეუძლია ამ მინისტრების განთავისუფლებისთვის შეკერილი საქმეების დეტალებში იცოდეს პროკურატურაზე უფრო ადრე. მას შეუძლია დატოქსოს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი 61 თუ 62%-ის მიერ. არჩეული პრეზიდენტი და ამ ტოქსვას იმ წუთშივე აყვება მერე საპარლამენტო უმრავლესობა და ეს აქტიური ოპინიონ მეიკერები, ასე ვთქვათ, ოცნებისა. ვიღაცა იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მაგალითად შეიძლება უკრაინიდან დეპორტაციით საქართველოში გამოგზავნილი კანონიერი ქურდები ორთქლდებოდნენ. ისინი უბრალოდ ქრებიან, ისინი ჯდებიან მათ სვავებ თვითმფრინავში, ხელბორკილებით, კიევში, თვითმფრინავი ჩამოდის თბილისში და ვერავინ ვერ პოულობს მერე ვიღაცა რემენას, ლავასონის. მე გიგი პოულობს მათ ყველას მე სამალ. სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცით, ვინც პოულობს და სადაც აცილებენ და როგორ და რა წესითაც და ამ ხრივ ეს ინფორმაცია ჟონავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ყველამ კარგად ვიცით, რაც არის რა მოდელი ჩამოყალიბდა თანამშრომლობისა ქურდულ სამყაროსთან. ჩვენ ხედავთ მართლა თავდაყირად დაყენებულ სტატისტიკას, სადაც მიუხედავად რომ ადამიანებს აუთოვებენ და რა ვიცი, ყოველდღე რაღაც ხაშაღობა, ძარცვა და ხდება, მთავრობა ამბობს, რომ არა, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი. ბოჭი, გაგაწყვეტინოთ პოლიტიკური დევნა ახსენეთ. სადაც მაგალითად ქალთა მიმართ ძალადობაზე ამბობენ, რომ ამ წელს კაცებმა იუაშკაცეს რაღაცა. ქალთაკლა დაწინაურდა კი. ხო, დაწინაურდა. ანუ მთავრობა ჩემი აზრით წელს მთლიანად არაადეკვატური იყო, ერთადერთი დავეთანხმები მერაბს, ერთადერთი პოზიტივი იყო ის, რომ ყველაფერი ამის ფონზე, როცა მართლაც ჩვენ
ალბათ მოვახერხეთ და გავაოცეთ ევროპა 2 წელიწადში იმდენი სისულელე ვაკეთეთ, ყველაფერი ამის ფონზე და ამისთვის მადლობა უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას ევროპისთვის და ასოცირების ხელშეკრულებისთვის და იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება ნამდვილ სიმბოლოდ იქცა რეგიონისთვის და იმის გამო, რომ ამ ხრივ ჩვენ მართლა ძალიან წინ ვიყავით და მართლა ძალიან დიდი ინერცია იყო, რომ ეს ხელმოწერა შედგა, რაც გვაძლევს ახლა გვაძლევს საფუძველს ახალი მუშაობა დავიწყოთ იმისთვის, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მოხდეს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამუშავდეს და ბევრი თვალსაზრისით საქართველოს წაიწიოს წინ, როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ამაზე აშკარა ასთა სხვადასხვაობაა და საერთოდ ჩამოუყალიბებები არიან საგარეო პოლიტიკურ ვექტორებზე, იმედი მაქვს, რომ ნატოს მიმართულებითაც მომავალში საქართველოს წინ გადადგავს ნაბიჯებს. ეს ყველაფერი დაძლევადია, მშვიდობიანი და საარჩევნო გზებით ეს პრობლემები და ქვეყანა ამ პრობლემებს დაძლევს. კი ბატონო, პოლიტიკური დევნა ახსენეთ, პოლიტიკური პატიმრები ახსენეთ, რეალურად მართლაც კონსენსუსი შედგა ფაქტობრივი, თქო იქ არის საუბარი EUTHOS, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო, ევროპარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბატონო? ანუ აღქმაზე არის ხო ძირითადად. არა, ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ ქონიათ, არა, ზუსტად შემიძლია აღქმაზე საუბრობენ. ყველა რეზოლუციაში. არანაირ აღქმაზე არ საუბრობენ იმაზე, რომ იმ ადამიანების, იმ მაღალჩინოსნების, ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლიანი სასამართლოს უფლება სისტემურად ირღვეოდა. რომ ხდებოდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მათი უდანაშაულობის პრეზუმფციის რეგულარული რღვევა. EUTHOS და სხვა საუბრობ და რაღაც განცხადება. ცხადია, რეზოლუციაშიც როდესაც საუბრობენ აღქმაზე მოლდოვაზე რატომ არ ამბობენ იგივეს? მოლდოვაში უნდა იყოს აღქმა? კი ბატონო, მოლდოვა მაინტერესებს. მოლდოვასაც ხომ უწევენ რეკომენდაციებს, მოლდოვაზეც აკეთებულა არაერთი რეზოლუცია. წაგიკითხავს რომელიმე რეზოლუციაში მოლდოვას მიმართ გაფრთხილება რომ არ უნდა იყოს აღქმა. არ ვეცნობ მოლდოვას. აი მაგაშია საქმე. ხო, მაგრამ წავიდე აი მაგაშია ზუსტად საქმე. კი ბატონო, და გოკა ბაგრძელებ და პოლიტპატიმრებზე არის საუბარი, ჩტაბულას ეთერში არის პრემიერა. დღეს დავიწყებთ გიგი უგულავას პროექტს სახელწოდებით პატიმარი რომელი იქსი და გოკას მინდა ვთხოვო აღწეროს მოკლედ ამ პროექტის არსი რაში მდგომარეობს, იმიტომ რომ ჩემი კომუნიკაცია, ჩემი კონტაქტ პერსონა ამ შემთხვევაში არის გოკა. ტაბულა დათანხმდა იმას, რომ გიგის პროექტი ეთერში გავუშვას. თუ შეგიძლია რომ მოკლედ რამე რო იყოს წაიყვან და დიდი სიამოვნებით, მაგრამ სამწუხაროდ არ აქვს მას. ჩვენ შეგვიძლია გოგას მოусმინოთ ჯერ და მე შეგვიძლია ვნახოთ გიგის სურვილი რომ აქტიური იყოს, მიუხედავად ის 4 კედელშია ახლა და კამერაში იმყოფება, აქვს სურვილი რომ თავის მოსაზრებები გაუზიაროს საზოგადოებას. ძალიან ბევრ თემაზე ზოგ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც მოგონება რაღაცის, ზოგ შემთხვევაში ეს იქნება გამოგონილი სიუჟეტი, ზოგ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც ბლოგებს გააკეთებს. ხო, ბლოგებს გააკეთებს და ქალბატონი თამარი რომელიც დათანხმდა იმას, რომ ამ ბლოგს მიცეს რაღაც ესეთი ფორმა, რომ ეს ძალიან საინტერესო საყურებელი იყოს, მე მგონი საერთო ჯამში საინტერესო რამე გამოვა. ეხლა კომუნიკაცია რა თქმა უნდა გართულებულია, იმიტომ რომ იქ რაც წერილების მიწერ-მოწერის უფლება, მაგრამ ადვოკატებიც გვეხმარებიან ამაში, ყოველთვის შეიძლება რაღაც სიტყვიერად შეუთვალო და სიტყვიერად გადმოგცეს. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ბლოგები, რომელსაც მე მგონი შენ უკეთ აღწერ როგორ იქნება ეს ვიზუალიზირებული. კი, ესეთი ვიზის არსებობდა, რა ქვია, Royal Science Academy, სამეფო მეცნიერების სამეფო აკადემიის პროექტი არის, ანიმირება ხდება ჩაოლებრივად და ვიფიქრეთ რომ როგორ შეიძლებოდა ეს არ ყოფილიყო უბრალოდ და ესე რაღაცა ადამიანი რომელთან მithumet ეს გიგის ხმაც ვერ დაედებოდა ამ ყველაფერს ხო უნდა ყოფილიყო სხვა ადამიანის ხმა და ამიტომ ვიფიქრეთ რომ უფრო სახალისო რომ გაგვეხადა და მე რაც ვნახე ვთქვათ რამდენიმე სერია ტექსტი რაც მაქვს უკვე და რაც მივიღე ისი დამუშავებაც ხდება ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ეს არ არის რაღაცა ტრაგიკული რაღაცა თვითგვემით კი არა როგორ ვთქვათ თვითგვემით კი არა რაღაც თავს რომ
გაწოდებს ისეთი ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტები, ეს არის ძალიან თვითირონიული, საინტერესო, იუმორით დაწერილი და იმედი მაქვს, რომ მაყურებელს მოეწონება. ესეთი წერილები ციხიდან ნამდვილად არავის არ მოუწერია. გაცოცხლებული, ანიმირებული წერილები ციხიდან. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს ანიმაცია. კი, ნამდვილად. მოგესალმებით. გეხმიანებით ციხიდან. ჩემს ხმას მეცნობთ ციხის კედლებიდან ყოლდისმის. აღამთავარია ისმის. კარგია ხოსქელი კედლები, ჩამესმის კოლექტიური კოცის ხმა, რომელიც კალიასავით დამოჯდება ხოლმე მხარზე. აბა იჯობია გიფსოკარტონის კედლებით რომ გაავსე ქალაქი, აცხრება ის. მატროსოვის ცნობილი ერთ დროს ქალთა კოლონია ახლა ჩვეულებრივი კრიტია. ერთსართულიანი, ძველი, მართლაც სქელკედლებიანი. ავად სახსენებელი 9 წელი აქაურობასაც დაეყო, დერეფანი ჭახეთმითელია. საკნის კარები ბორდოსფერი. უკვე 2 ციხე და 4 საკანი გამოიწვალა. გდანის ციხეში ფოსფორისფერ კარატინსა და ვარდისფერ საკანში მომოთავსეს. მერე აქ მომიყვანეს. ვალიუმი ან რამე დამაწყნარებელი ხომ არ გინდათ, კითხა ხელმძღვანელმა მუშაკმა. თან სიამაყი დაამატა, სულ ახალი შეღებილი და გარემონტებულია ყველაფერი. ვალიუმი არა, ყავა მინდა. ყავა ბარათითაა. შაბათ-კვირას ლარიოკი, ანუ ციხის მაღაზია, დაგედილია. ეს სასიამოვნო ამბავი ავტომატის ჯერები მომახალა ბადრაგმა პავლემ შეხვედრისთანავე. საბრალო სისტემაში მუშაობის 20 წლის სტაჟი აქვს. თმებით სულ სისტემაში არის. მატროსოვის ექსტერიერზე ვერაფერს მოგახსენებთ. გარედან ეს შენობა არც მაქვს ნახი. შიგნით 70-იან წლებში ეკონომიურად ნაშენ მოტელს გავს. თითოეული საკანი დანამრილია. კარი ცხადი რკინისაა, ერთი ბოკლომით, 2 ურდულით, კარმუშკითა და გლაზურით. პერიოდულად კარმუშკაში ბადრაგი ჯონი შემოგვს ხოლმე თავს. ხომ არაფერი გიჭირთ? არა, როგორ ეკადრებათ პასუხობ მე. ისე რამე თუ გინდა აკაკულებ. რომელი? გეკითხებიან გარედან. მე როგორც ახალბედამ თავიდან გამოვცხადე რომ მე ვარ. პასუხი ვერ მივიღე. კიდევ დავაკაკუნე. რომელი? კითხეს გარედან. ჭკუა ვიხმარე და ვუთხარი რომ გიგი ვარ. გაჭრა. კარმუშკა გაიღო და ზრდილობიანად მთხოვეს რომ სხვა დროს ნომერი დავიძახო. უსაფრთხოების საკითხია. არავინ იცის ვინ რომელ ნომერ საკანში ბუდობს. ასე გავხდი მეც პატიმარი ნომერი X-ი, რეჟიმს ვიცავდა ნომერს აგეუბნებით. ვითომ არაფერი სინამდვილეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერი გავიარე. მეგონა უფრო რთული იქნებოდა ვიდრე აღმოჩნდა. ყველაფერი კომპიუტერულ თამაშს გავს. ახალ საფეხურებზე რომ გადავეხო. ეს შეგრძნება დღეს არ გამჩენია ვარდების ევოლუციის სასკარში და გამოწვევაზე. ედუარდ შევარდნაძე, ასლან აბაშიძე, ბალკე პატაკაციშვილი, რუსეთ საქართველოს ომი, ახლა ბიძინა ივანიშვილი. ამასობაში ჩერჩილის ვირწმუნე და თითოეულ დაპყრობლებაში შესაძლებლობის ძებნა დავიწყე. ციხე ერთგვარი შესაძლებლობაა, მაგალითად გახდომისთვის. რაც არ უნდა სახმარო ჭრედეს და რაც უნდა თავი მომქონდეს ჩემი მიერობის პერიოდში ქალაქის გარდაქმნით და განვითარებით, ფაქტია, რომ თბილისის პირველი პირდაპირი და არაპირდაპირი წესით არჩეული მერი თავისი დიეტით შედის ისტორიაში. კოლექტიური კოცი აქაც წამოიძახებს, რაგენაულებად, კარგია ხო სახელმწიფოს ხარჯზე გახდომა. ისა ხომ უნდა მოფიქრება, როგორც წესი ოპონენტების სახელმწიფოს ხარჯზე გასიებას აბრალებენ მთავრობის წევრებს, მაგრამ ივანიშვილმა შეძლო ამ პარადიგმის დანგრევა. მოკლედ, ციხეში გახდომა შესაძლებლობაა და არა გარდაუვალი თანმდები აუცილებლობა. ამის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ექსერია ყველაზე პოპულარული. ციხე საკუთარ თავთან განმარტოების და განვლილი ცხოვრების შეფასების შესაძლებლობაცაა. არ ვიხმარ გადაფასებას. აქაც კოლექტიური კოცი მოითხოვს, რომ მოდი შევუხატო საზოგადოებას. თუ დღეს შემოქმედებითად გამოიყენებ, აღმოაჩენ, რომ არ ყოფნის ის დრო განათლებაში შავი ხვრელების ამოსავსებლად. ესეც შესაძლებლობაა და ის საკითხია, სადაც კოლექტიური კოცი დუმს. განათლებას მაგათ ვერ წაართვებ, შეიძლება ეს აიგულოს. ციხე შესაძლებლობაა ჩამოჯდეს შენთვის მდინარის პირას და დაელოდოს, სანამ მდინარე ხის მორებთან შენი მოწინააღმდეგის გვამს შემოგტანს. ეს ჩინურიანდაზე მოთმინებაზეა და სხვაგანსა თუ არა ციხეში გამოიწვება ადამიანი ამ თანობასა და მოთმინებაში. მოკლედ აღარ გავაგრძელებთ ციხის მიერ მოძებულ შესაძლებლობებზე საუბარს.
თორემ ბოლოს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებამდე მივალ ციკლიდან სანამ შემიჭიქი. ციხეში მნიშვნელოვანია ფიქრობდე, მაგრამ ფიქრებს არ უნდა აღვე. ეს პირველი დაუწერელი კანონია. თორემ გადაჭრა. რაც შეეხება ივანიშვილს, მან თავისი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა. საქართველოს შეეძლო ვარდების რევოლუციის შემდეგ კიდევ ერთხელ აღემთხვანებინა მსოფლიო ხელისუფლების მშვიდობიანი წვლით. ამით ის აუცილებლად გახდებოდა ამ ქვეყნის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა. ეს ქვეყანას პოზიტიური ენერგიით დაუმხტავდა და წინსვლას გაუადვილებდა, მაგრამ მან შუბლზე მომჯობია. არ იყო გახანება შუა საუკუნეობრივი ჟანრიდან გამოსულიყო, ამიტომაც გავს საქართველოს ახლა ორბელში მომღერალებს. რაც შეეხება ივანიშვილს, მისი ბედი გადაწყვეტილია. ზამბარას რაც მეტად გაწელა, მით მწარედ მოხვდება ცხვირში. ლავაზიეს კანონი ხომ გახსოვთ? მოკლედ ამ საფეხურსაც გავუმი. ვერ ვიტყვი რომ ციხეში მოხვედრა ჩემი სურვილი იყო, მაგრამ მზად ყოველთვის ვიყავი. ფიქრობ ჩვენს ტურბულენტურ რეგიონში პოლიტიკურ საქმიანობას ვინც იწყებს, გარკვეული მზადყოფნა ციხისთვის ყველას უნდა ჰქონდეს. ისე ერთი პოზიტიური პერსონაჟი მაინც თუ გახსენდებათ რომელიმე მხატვრულ ფილმში ან ნაწარმოებში ზვიგენი უნდა ჰქონდეს. მე რაც მახსენდება, სულ საერთოდ გამოდიდებულ უარყოფით პერსონაჟებს ვყავთ. თუმცა ფიქცია რა მინდა, აგერ Google-ის გლობალური ინტერნეტის კაბელებს ეცეს ზვიგენები და ჭამენ. პროგრესს ხელს უშლია. მატროსოვს რომ დავუბრუნდე, საკანი ფორმალურად 6 კაციებია. კანონით ერთ პატიმარზე მინიმუმ 4 კვადრატული მეტრი მოდის. შესაბამისად ფართობს არ მოჩვენე. დანარჩენი ყველაფერი სტანდარტულია. 3 ორსართულიანი საწოლი. გადასამყაროსთან ფანჯარა მოკავშირებს. ორმაგი ისუსების მიღმა იასამანს ხედა. ისე რა არის ეს იასამანი? სიტყვის გაგონებაზე სუნს გრძნობდა ნეტარება გეუფლება ადამიანს. არადა თუ არ ყვავის, ერთი შეუხედავი რამაა, არც ხეა და არც ბუჩქია. ხოდა შეუყურებ ორმაგი ისუსებიდან გადმოყალიბებული ფლორის ამ ნიმუშს. აპრილში აყვავდება. გაგრძელება იქნება. ხაბატონ ნათია თქვენ პირველად ბრდანდებით ტაბულას ეთერში, კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ესე 2015 წლის 2014-15 წლების მიჯნაზე პირველად მოხვედით ჩვენთან. თუ შეგიძლიათ რომ გასული წლის ყველაზე პოზიტიური მოვლენა რომ დაასახელოთ, მე ვიცი რომ თქვენ ხელისუფლების კრიტიკოსი ხართ, მაგრამ მინდა რომ თქვენგან მოვისმინო თუ მოხდა რა ისეთი რაღაც პოზიტიური, რაც მათ თქვენ თქვათ რაღაც გარკვეული ოპტიმიზმი გაგიჩინათ და ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური. ქვეყანაში ზოგადად. არა, არ მაქვს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სახალისოდ დაასრულეს ეს ერთი წელი. გუშინ წინ იყო ძალიან სახალისო დღე. დაიწყო პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი, რომელიც ფაქტიურად ანეკდოტური ხასიათის იყო. ამას მოყვა ბატა ზაქარიშვილის ინტერვიუ, მერე ზვიადაურის ფრენა. და საერთოდ ის დღე იყო სავსე მხიარულებით, ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაცა ლუსტრაცია მოხდა აბსოლუტურად მთელი სიტუაციის, იმიტომ რომ აი ამ ერთი წლის განმავლობაში ვიგრძენით საშინელი იგნორი საზოგადოებრივი აზრის, ანუ ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა იკითხო. აი იკითხო, რატო არ იყრება ნაგავი ქალაქიდან, რატო აფეთქდა საყდრისი, რატო მიდის პრეზიდენტი და არა პრემიერ-მინისტრი. აი უბრალოდ რომ შეხვდე მათ და კითხო, გამარჯობა გენესვალე, როგორ ახარ? პასუხი არის ერთი. ჩვენ გვერგო მძიმე მემკვიდრეობა და პასუხისმგებელი არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ნებისმიერ შეკითხვაზე არის ერთი პასუხი. შესაბამისად, ადამიანებს არ ეძლებათ საშუალება, რომ შევიდნენ დიალოგში, გაარკვიონ ის, რაც მათ აინტერესებთ. არის უამრავი პრობლემები, აი მაგალითად იგივე სააფთიაქოს ეს რეცეპტების ავანტურაში რომ გავეხვიეთ და ძალიან გავმწარდით, მინდა გითხრათ მოქალაქეები, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა შეგვექმნა ძალიან. ვერ დასვამ ამ შეკითხვაზე, იმიტომ რომ გაგაგზავნიან ნაციონალებთან. ეხლა თავისთავად საზოგადოებრივი აზრის მიმართ არც ნაციონალური მოძრაობა იყო ძალიან ყურადღებიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქვეყანა სტაგნაციაში არ ჩავარდნილა.
არც ერთი წელი. სულ იყო მოძრაობაში, სულ მოქმედებდნენ, სულ რაღაცას აკეთებდნენ. რაღაც მოგწონდა რაღაც არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეჩერებული არ იყო ქვეყანა. ეხლა თქვენ ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დაიწყეთ და თქვით, რომ ეს არის ლაიტმოტივი თქვენი გადაცემის. და სინამდვილეში ხო ეს ხო იმ წუთიდან რაც თქვა ილიამ, ხო ეს არის საქართველოს ისტორიის ლაიტმოტივი. პრაქტიკულად მდგომარეობა ზუსტად იმ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ილიამ თქვა. დადებითი რასაც ვიტყვი, რაღაც ილია ახსენეთ, რაც 9 სექტემბრის 9 წელიწადში ვერ გააკეთებინეს ნაციონალურ მოძრაობას, ილიას ძეგლი წიწამურში დაასრულა ამ ხელისუფლებამ, საკმაოდ საინტერესოდ აღადგინეს და გაალამაზეს, არ ვიცი რატო თავად ამას არაპიარებენ, მაგრამ გაკეთებენ მახსოვს კირკიტაძე დადიოდა და შაბათობებს ატარებდა, მაგრამ ძეგლს აღდგენა არ ეშველა მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს მონუმენტი გაკეთდა. თავისთავად რომ ძეგლი იყო ჩაოხრებული წიწამურში. ძალიან სასიამოვნოა და არ ვარ წინააღმდეგი ნამდვილად რომ ილიას ძეგლი იყოთ ამ შემთხვევაში მე როგორც ვიცი 1-5 სტალინის ძეგლიც დაიდგა ასე რომ კი და ერთ-ერთი შეხვედრა შარშანოზე 11 დეკემბერს სწორედ ჩვენ მოვხსენით აი ეხლა რატიფიცირებაზე როცა არის ისიც საუბარი რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა ვიცი არ ამგონია რომ რატიფიცირება ამ ხელისუფლების დამსახურება იყოს იმიტომ რომ რატიფიცირების პროცესი დაიწყო გაცილებით უფრო ადრე იშრომა ძალიან ბევრმა ადამიანმა მადლობა ყველას იმათაც ამიტომ მაგრამ მე ამას ვერ ჩაუთვლი მაგალითად მხოლოდ ამ ხელისუფლებას დამსახურებად. წიწამურზე შემიძლია კითხრა წიწამურში ძეგლის აღდგენაზე ხომ არ ფიქრობ რომ ეს იმას უკავშირდება რომ აი ილიაც ისეთივე ინტელექტუალია როგორც თამაზაშვილი იყო და როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სანამ აი ამ რაღაცა სასაცილო მომენტებს ნახავდეთ ჩვენი გასული წლის პოლიტიკური ისტორიიდან მიშას მინდა ვკითხო ზუსტად ეს რომ აი ქალბატონმა ნათიამ იგივე თქვა მეც მაქვს ეს განცდა რა ძალიან ბევრს ვიცი იმასთან დაკავშირებით რაც ხდება და სასაცილო ესე თავისი შინაარსით სულაც არ არის ახლა ხო არ არის სასაცილო ის რომ თქვათ ბიუჯეტი ირღვევა არც ის არის სასაცილო რომ იგივე ილია ჭავჭავაძეს ადარებენ ბიძინა ივანიშვილს ინტელექტით თქვათ რატო არ არის სასაცილო ნუ სასაცილო იქნებოდა იმ შემთხვევაში ეს რომ არ იყოს სასაცილო არ იქნებოდა იმ შემთხვევაში რომ არ საუბრობდეს ამ თემაზე ის ადამიანი რომელსაც გავლენა აქვს პროცესებზე ხო თამაზაშვილს გულისხმობს არა აქვს თამაზაშვილს გავლენა პროცესებზე კარგი და ნუ თამაზაშვილის გადასაწყვეტი იყოს ვინ ჩაითვალოს ინტელექტუალს და როგორ ფიქრობ ეს კარგია პროცესებზე შეიძლება კონდეს არა ინტელექტუალები ვინ ჩაითვალოს სამრეჟოს მართვაზეა გავლენა თუ ინტელექტუალები არა მაგას არ ვიძახი მე უბრალოდ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივად მართავს ადამიანი რომელიც მიიჩნევს რომ ბიძინა ივანიშვილიც ისეთივე ინტელექტუალია როგორც ილია ჭავჭავაძე რა სასაცილო არ არის იქიდან გამომდინარე რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს ეხლა დადასტურებული ხო არა ვიღაცა შეიძლება დადასტურებულია მაგრამ რავი ხო ზოგადად იუმორი ასეთ შემთხვევაში არის თავდაცვითი ინსტინქტი ადამიანის რომ იცინო როცა სხვა არაფერი დაგჩენია და ამით რაღაცა მხნეობა შეინარჩუნა და ხალისი ცხოვრების ეს ნორმალური რეაქცია ალბათ კიდევ მოგვიწევს 2015 წელსაც. სიცილი 2015 წელს შემაჯიბემ უნდა იგრძნოს, იქ საგრძნობი უნდა იყოს უკვე ეს. 2014 წელი იყო წელი, როდესაც ეკონომიკაში გაჩნდება გრძნობადობა, რომ იწყება რაღაც. ეს ზუსტად მახსოვს ეს მორფოლოგია რა დამოიწყებს. ესეთი რაღაც არ ვიცი ეს განცდა თუ იმას გაუჩნდა არა ეს ისეთი წყობაა წიანების უკიდურესად ექსკლუზიური წყობაა წიანების და მე თან მე ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს საჩხერეში გატარებული ყოველ ზაფხულს იქ ვისვენებდი ხოლმე და ეს წყობა წიანების ის არის ახლობელი ანუ ეს არის რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც მეტყველებს ამას რაღაც გარკვეული ახსნა აქვს შეიძლება როგორ ხურობას აქვს ეხლა ნიჩეც რო დაემატება მე კი ბატონო ხო ეს ნიჩეს თემა და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა გასული წელი ტრეფიკი არის ერთი ესეთი ფილმი სულ ეს მახსენდებოდა ახლა ვსაუბრობდით ბენისიო დელ ტოროთი იქ ინიშნება ნარკოტიკებთან ბრძოლის ხელმძღვანელთა ამდეობაზე და მას უყვებიან ასეთ პრიჩას ხრუშოვზე რომ ორი წერილი დახვდაო თანამდებობაზე ახალ დანიშნულსო და ეწერაო რომ პირველად როცა ძალიან გაგიჭირდება პირველი წერილი მაშინ გახსენიო ძალიან რომ გაუჭირდა გახსნაო წინამორბედმა დაახვედრა ორი წერილიო და გახსნაო და იქ ეწერაო რომ ყველაფერი მე დამაბრალეო და გადარჩებიო და ნუ ამანაც დააბრალა ყველაფერი ხარვეზები ქონდა და ასე შემდეგ და ერთხელ გაიარდა
მეორე წერილს ეწერო, აი მეორედ რო გაგიჭირდებაო და გახსნა ესო და მეორე რო გაუჭირდა გახსნა მეორე წერილი და იქ ეწერა რომ ახლა დროა რომ დაждდეშეს და ორი წერილი დაწერო. ესეთი ამბავია და ხო ეს მთელი წელი გვესმის რომ ყველაფერი წინაბრალია. ნუ ეს 2003 წლის მერე გვესმოდა ეს ალბათ მართლა ესეთი უნივერსალური ფორმულა არის, როცა პრობლემები ჩნდება რომ წინამრობებს დააბრალო. რაღაც პერიოდი, მაგრამ ეს რაღაც პერიოდის მერე აღარ მუშაობს. თავარი არის საბჭოთა ტერმინოლოგიით, რომ ტერი საქართველოს ტერია შეიძლება თავარი პრობლემა რაც არის 2014 წლის ჩემი აზრით შიგნით რაც იყო უმთავრესი პრობლემა და ეს არის ინსტიტუციური პრობლემა, რომელიც მართლა აი საფუძველში ურტყავს იდეას იმის რომ აქ ოდესმე რეალური დემოკრატია შეიძლება არსებობდეს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ეს არის უმთავრესი პრობლემა, ყველაზე გლობალური და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც აღიქმება იმას ნიშნავს რომ ჩანს ისე საგამოძიებო სტრუქტურები არ არის პირდაპირ დასკვნილ ხო არ უნდა აღიქმებოდეს არ უნდა აღიქმებოდეს რა თქმა უნდა არ უნდა აღიქმებოდეს მე ესე აღმექმება სამწუხაროდ განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ისე რა ქვია ტომარა გადაფარებული გაყავთ პატიმრები და ესე აქტიურად გამოიყენება წინასწარი დაპატიმრება როგორც ერთგვარი დამსჯელობითი ფორმა და ეს არ უნდა ხდებოდეს და არ მარტივია და ეს არის მთავარი შიდა პრობლემა და მაინც პოზიტივით რომ დავასრულოთ, ყველაზე მთავარი პოზიტივი 2014 წელს ალბათ არის გარშემო დედამიწაზე რაც მოხდა იმასთან, რაც უშუალოდ კავშირია საქართველოსთან. კავშირშია საქართველოსთან, ეს არის ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის ეკონომიკური დასუსტება და ის პოლიტიკა, რასაც მის წინააღმდეგ გატარებენ, სანქციები, ზოგადი კონსენსუსი განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომ პუტინი იმპერია და შესაძლებლობა, რომელიც ამის შედეგად ბუნებრივია უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა თავისი თავისუფლებისთვის და აქ მართლა საერთო ფრონტის ხაზი გადის საქართველოზე და უკრაინაზე და ეს შესაძლებლობა, რომელიც ყველაფერი ამის შედეგად გაჩნდა საქართველოსთვის და თუნდაც იგივე ეს რატიფიკაციის პროცესი, რომელზეც არ ვიცი მე რა ხდებოდა, მოყვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომ თურმე არავინ ჩასვლას იქ არ აპირებდა და ის ლამის მართლა მიშა ჩაიბარა კი ნახავ. თურქმენეთის ცირკიდან ცხენის ჭენებით რომ ჩავარდა მეორე დღეს და აი ეს რაღაც კომედიები იმედი გვაქვს რომ ნუ იყოს სასაცილო, მაგრამ არ იყოს მტკივნეული. მოდით იუმორი როგორც თავდაცვითი იარაღი გამოვიყენეთ ჩვენ უკვე და შევაფასეთ წელი, გასული წელი. იაპატატიშვილი მუშაობდა ყველაზე სასაცილო მომენტების ამოკრეფაზე ქართული პოლიტიკიდან, რადგან ქართული პოლიტიკა მთავარი თემა და თუ შეგვიძლია ვნახოთ. აი მე შეადაური კარგი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას იმისთვის რომ ასეთ პრემიერ დაგვინიშნა. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის რომ ასეთი მთავრობა გვეყოლება. მადლობა ბატონ ბიძინას რომ ასეთი პარლამენტი ვართ თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ნამდვილად დაგჭირდებათ ეს, აწი ღმერთი თუ მოგიმართავთ ხელს, თორე ისე ხართ რეალობას მოწყვეტილი რომ ადამიანისას ვეღარ გაიგებთ. მადლობა ბატონო ბიძინა რომ მეხია და მეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს. Today the court hearings are public and transparent with media coverage. Fact, the chairman of the Supreme Court is a brother of the leaders of the opposition party. ჩემი ლიდერების ბეტონი რაკლი ღარიბაშვილება ბეტონი კახიკალაძისა, გაგრძელება გზის არის რომ ჩვენ უნდა ადამიანი დავსახოთ პრიორიტეტად. ჩვენ გუნდი რაც ამას წარმოადგენელები ქართული ოცნება, ბეტონი გუჩეკოჩიტაშვილი გამგებლობის კანდიდატი და ბეტონი გიორგი დარბიაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი. მინდა იაქტიუროს რეალურად თქვენგან, როცა ამის გადაწყვეტილება იქნება, ოდესაც აუგზავნება ბეტონი გიორგი დარბიაშვილი, ბეტონი გუჩეკოჩიტაშვილთან ერთად და ჩემთან ერთად და განვიხილოთ ამ საკითხებს. ბატონო დავით, უკვე სახლის ოჯახის კარებს რო ავღეთ და შევდივარ, მე შინია თქვენი სურათი არ დამწვეს. მერინ არმანიას გავუვართ. დავტუქსე კაცები როგორც ბავშვებს ტუქსავენ, როდესაც ცუდად მოიქცევა. თუთურის ხატმა მოიფრინა მახათას ფრიდან აბრძანდა მცხეთას შემოუარეთ, ჯვარს შემოუარა, შემდეგ სვეტის ცხოველს, შემდეგ უკანაგზაზე შიომღვიმის მონასტერს შემოუარა, შემდეგ ზედაზენის მონასტერს, შემდეგ თბილისში შემოუფრინა და ისე ჩამოფრინდნენ მახათას ფრთაზე. პირველად დახურა ივანიშვილმა და ჩააქრო კიდევაც განათება ბათუმის ტექნოლოგიური ამერიკული უნივერსიტეტი, ფაფუ უნივერსიტეტი. ტრამპ ტაუერი. ფაფუ ტრამპ ტაუერი ივანიშვილმა მოკლა. ესე იგი მოკლა კემპინსკი, მოკლა ტრამპ ტაუერი, აქეთ მოკლა სვის ოტელი. ამოღებული იქნა 2 ტონა 790
დღევანდელი ნარკოტიკული საშუალება გერაინი. ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდე ხდებოდა ამ თალიბანის ამ პიროვნების დაახლოებით 400 მილიონი დოლარის. მინდა სულ პასუხისმგებლობით მოგახსოვდო, კრიმინალი არის შესანშრო მდგომარეობაში. ათით გადაიწია საბაჟოს გასწრება. სარალი რამდენი მილიონი შეადგენს საბოლოო ინფორმაციას ფინანსთა მინისტრმა. მე არ ვარ კომპეტენტური მაგ საკითხში, ხა რა ხდება სამინისტროში, მე არ ვიცი. ხლა არ ვარ კარგად გაცნობიერებული მაგ საკითხში. დეტალებში არ ვარ ჩახედული და არც ვარ კომპეტენტური. უკავშირდება თუ არა ეს? თქვენი პოზიცია იქნებ გითხრათ მოსმენებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რუბოდუში არ იძლევა ხო. თუ მითხავს რომ არაკეთებს კომენტარს. არაკეთებს გითხრათ გასაგებად. წინასწარ კომენტარის გაკეთება ჩემგან ცოტა უპრიანი იქნება. მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ძალიან ეფექტურად და ყველა ის თანამშრომელი სამინისტროში ძალიან მოტივირებულია. თქვენ მეც მომაკლევინებთ თავს. პარლამენტის წევრები ბატონი გედევან ფოფხაძე და ქალბატონი ნინო გოგუაძე არიან ჩაწერილი. გთხოვთ ქალბატონო გედევანი. იქნებ ქალბატონი ის რაფია კუკარაჩავისია? ჩემი კუკარაჩა ნანახი გა, ჩემი კუკარაჩა ნანახი გა. ჩემი კუკარაჩა ნანახი გა. ვინმე სოციალისტ არ ვიცი რა გვარია იმ კაცს. შენ არ იცი ჩემი კუკარაჩა. აი ეს არის პოლიტიზება. მე უზრდელო შენ. ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია და ამიტომ მე გადავდექი. წელწად ნახევრის წინ ჩვენ დავიბრუნეთ ქვეყანა. აღვადგინეთ ზალადობა და უსამართლობა. ზოგიერთ ჟურნალისტს გაუკვირდა, რომ ხელში მეჭირა კონსტიტუცია. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ის იქნებოდა გასაკვირი, რომ ხელში კონსტიტუცია არ მჭირებოდა სხვა რამ. ძირთადი კანონით, ძირთად ჩვენ დღეს გამოვაჩინეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და ეს არის ნათელი დემონსტრირება ამისა. როგორც ბატონი ბიძინა ამბობდა. ეს ბზენი კაცი როგორც ამბობდა, ისევ როგორც ბატონი ბიძინა არ მოველოდა, არც მე არ მოველოდი. მე ვერ წარმოვიდგენ როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ. უარი უთხრა იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც მივახციეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. მივესალმოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. უდეში სასწავლოს ვაშენებ, ხო ძალიან დიდ საინტერესო სასწავლოს იქ ვაკეთებ დიდ აკვარიუმს, სადაც დიდი ზვიგენებიც იქნება. ამაცადეთ რომ დავამყარო. მოკლედ ვაგრძელებთ გადაცემას ხიარულად ისევ, მაგრამ ნაკლებად მხიარულ თემებზე თუ შეგვიძლია რომ რაღაცნაირად დავყოთ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ეკონომიკური და შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ეხლა ზოგადი შეფასებები უკვე მოვისმინე, მაგრამ საგარეო პოლიტიკური კუთხით მართლაც გარკვეული წარმატება იყო. დიდი წარმატება ვიტყოდი რატიფიკაციის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ აი ამ ევროპული კურსის ღალატში დაადანაშაულოთ ხელისუფლება, ესეთი ბრალდებები თქვენგან ხშირად ისმის. ასოცირების ხელშეკრულება უკრაინისთვის იყო ტესტი, საქართველოსთვის ეს ტესტი არ იყო, აქ იმდენად დიდი კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ამაზე ხელმოუწერლობა, ასე ვთქვათ, არ მოხდებოდა და შეუძლებელი იყო, რომ ეს ჩქარა ემოქმედა მთავრობას იმ კურსით საერთკენაც ნელ-ნელა იხრება, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან გასაგებად. საქართველოსთვის სხვა ტესტები არის და სხვა ტესტები იქნება. საქართველოს რომელმაც უკვე გადაიტანა სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან 2008 წელს და წინა წლებში ძალიან მწვავე რამოდენიმე სამხედრო კონფრონტაცია გადაიტანა. ჩვენთან, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ იტყოდა, სხვა შორის უკრაინაში თავიდან პირველი 1-2 წელი და უფრო მეტიც იანუკოვიჩი ამბობდა, რომ ის მოაწეს ხელს. ასოცირების ხელშეკრულებას იმის ამ გზით, იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულება არ განიხილებოდა უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტად.
ეს თავად უკვე ბოლომდე გამწვავების დროს თავად პუტინმა და იანუკოვიჩმა შესაბამისად აქციეს ასოცირების ხელშეკრულება ასეთ საკითხად უკრაინისთვის, თორე უკრაინას ჰქონდა მიღებული ბლოკს მიღმა სტატუსი, ანუ უკრაინას კანონის დონეზე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის არ მოითხოვს ნატოს წევრობას იანუკოვიჩის დროს 25 წლით თვალსაჩინოდ უფრო მეტი ჰქონდა დაკანონებული რუსული ბაზები, რუსეთს მისცეს რუსული ენის 40 წლით დაკანონებული ბაზები, რუსეთს ჰქონდა მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი და ისტორიის რევიზიაც ხდებოდა, მაგალითად იუშენკოს მიერ ბენდერასთვის მიცემული გმირის წოდება იანუკოვიჩმა ჩამოართვა, ასე ვთქვათ, ისევ 50 წლის შემდეგ მოხდა უკრაინის ისტორიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ჯერ მინიჭება ერთი ხელისუფლების დროს და მეორე ჩამორთმევა ამ გმირის წოდების, ხო? იყო ძალიან გასაგები სიგნალები, როცა უკრაინა იხრებოდა რუსეთისკენ და ეს იყო პირველი სიგნალები, როცა ზუსტად იგივე ტექსტით ეუბნებოდნენ უკრაინას, რომ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ჩვენ თქვენ პოლიტიკური იარაღად იყენებთ ოპონენტების წინააღმდეგ დევნას. ეს განცდა არ უნდა დაუშვათ ლუცენკოს საკითხზე, ტიმოშენკოს საკითხზე და ასე შემდეგ, ხო? ნელა ჩაკეტონ კონცენტრაციამ, აი ნეპოტიზმმა, პროტექციონიზმმა, თავაშვებულობამ ჩინოვნიკების მოიტანა ის, რომ გადამწყვეტ მომენტში უკრაინამ გააკეთა უკრაინის ხელისუფლებამ ასეთ ტრაგიკული შეცდომა ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, ხო, ხელისუფლებისთვის. და რას ხედავთ ჩვენ საქართველოში? საქართველოში ჩვენ ხედავთ იმას, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეკითხვაზე არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი ვერ პასუხობს, არ პასუხობს, მას არ აქვს გზავნილი, რომ პუტინი და პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი. ჩვენ ხედავთ იმას, რომ ყველაზე გავლენიანი ადამიანი ბიზინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის მისაღები მოდელი არის ის, რასაც აკეთებს სომხეთი. და ამავე დროს არ ახსოვს ის, რომ სომხეთი არის ოდეკაბეს წევრი და სომხეთს არც აქვს სწრაფვა, თქვა ნატოსკენ და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ იმას, რომ როცა თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს აღარ არის თავდაცვის მინისტრი და მისი პარტიაც ასე თქვა იმყოფება დღეს ოპოზიციაში, ალასანია, როცა მან დაიწყო საუბარი თავდაცვის შეერაღების შეძენაზე საქართველოსთვის, ის სრულად ღიად საპარლამენტო უმრავლესობის პირითაც და დანარჩენი მისი კოლეგა მინისტრების პირითაც ჩვეულებრივად დატოქსული იქნა, ხო, ამის გამო. ჩვენ ხედავთ იმას, რომ საქართველოს ფაქტიურად იმის გარეშე რომ თქვა, რომ საქართველოს ნეიტრალურია, იმიტომ რომ საქართველოში პლებისციტი ჩატარდა, ჩვენ ნატოს წევრობის სურვილი გამოხატეთ, ამიტომ ასეთი ადვილი ამის თქმა არ იქნება. პოლიტიკის დონეზე დღეს საქართველოს უჭირავს ნეიტრალიტეტი. და ეს ხარებაშუა ძალიან გასაგებად თქვა, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება და უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას ასე ფორმალურად იმ ზომით და იმ მასშტაბით და იმ გულგრილობით, როგორც ექცევიან თავის პარტნიორს საქართველოს მთავრობა, რუსეთიც კი უგზავნეს ჰუმანიტარულ დახმარებას. მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება დანარჩენში ჩვენ ვემიჯნებით ამ პროცესებს. საერთაშორისო მედიაში კომუნიკაციის დროს ღარიბაშვილმა სრულებით გარკვევით თქვა, რომ უკრაინის და ყირიმის მაგალითი არის სხვა, საქართველოს არის სხვა, ჩვენ გვაქვს პოზიტიური გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობის დალაგების და უკრაინამ ამ თვალსაზრისით კარგი იქნება, რომ ჩვენგან ისწავლოს. ეს ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობისა, რომ ისინი რაღაცას ალაგებენ ახლა რუსეთთან, არის აბსოლუტურად დეზორიენტაციის შემომტანი ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში, არის აბსოლუტურად გაორებული და გაუგებარი გზავნილი საქართველოს მოსახლეობის მიმართ და არის უბრალოდ სისულელე. ეს არის სისულელე, რომ გჯეროდეს, რომ იმიტომ რომ დღეს შე რაღაცაზე უარს იტყვი, თავს დახრი, უკან დაიხევ, გარკვევით რაღაცას არ იტყვი, პოზიციას არ დაიჭერ, რომ ამით შენ რუსეთთან რამეს იხიერებ. იმის მაგივად რომ პირიქით ჩვენ დღეს ვიყოთ ვითარებაში, სადაც რუსეთის სუსტდება, მიშამ აღნიშნა, რუსეთის დასუსტება, ეკონომიკური, პოლიტიკური, საერთაშორისო დასუსტება სახეზეა და მას აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა. უბრალოდ ამ ფასში შეიძლება ჩვენ აღარ ვიყოთ. მაშინ როცა საქართველოს იყო ნომერი პირველი ამ ფასში, რაც შეიძლება რუსეთს გადაეხადა თავისა დასუსტების პირველივე ნაბიჯების გადადგმისას, ამ ფასში ჩვენ აღარ ვართ, ჩვენ აღარ გვახსენებენ არც ამერიკა რუსეთის ორმხრივი შეხვედრების დროს, არც გერმანია რუსეთის ორმხრივი შეხვედრების დროს. ჩვენ აღარ გვახსენებენ არც საერთაშორისო რეზოლუციებში. ჩვენი თემა გაქრა ისე როგორც ეს უნდა ქართულ ოცნებას და ღიად ეწრა პროგრამაში, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციაში საქართველოს როგორც პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ეს მოხდა, ეს სახეზეა დღეს და დღეს როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ სოფლიო არ უნდა დაეხმაროს უკრაინას იარაღით, იმიტომ რომ ეს იწვევს კონფლიქტის გამწვავებას, ეს არის ზუსტად იგივე, რასაც ამბობს ლავროვი. არ არის განსხვავებული მოიშალა მე კი არ ვამბობ იმას, რომ ფორმალურად არ იტყვიან, რომ კი საქართველოს ოკუპირებულია და რაღაც. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ესეც რომ არ თქვას, უბრალოდ ერთი დღე ვერ გაჩერდება სკამზე, ხო? მაგრამ პოლიტიკური პოზიციების მხრივ რუსეთის და საქართველოს პოზიციები იმდენად უახლოვდება ერთმანეთს, უკრაინას იარაღით არ უნდა დაეხმარონ. რომ არაფერი არ ხდება გრუშევსკის ქუჩის შემოიფარგლება ერთი პრობლემა. მათ პირდაპირ გააკეთეს პოზიციონირება, თავისთავად გააიგივეს
იანუკოვიჩის მთავრობასთან და მაიდანი დასახეს მტრად, ხო? ჩვენზე საქმე აღძრეს, იმიტომ რომ რაღაც მაიდინის ექსპერტები ყავდა ჩამოყვანილი და ნახმარს აბრუებს ყიდულობით. ხო, ასეთ სიგიჟეებამდე მიდიან იმ შიშში, რომ თავის თავს ხედავენ იანუკოვიჩის ადგილას. აი ამ შიშით, რომ თავის თავს ხედავენ იანუკოვიჩის ადგილას, არიან სრულად დეზორიენტირებულები. კი ბატონო, მერაბ, აი ეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება იყო ერთ-ერთი მთავარი, ვთქვათ, დაპირება, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასცა და ის ტალღაზეც მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, მათ სამისოთ ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. როგორ ფიქრობ, შედეგებს თუ მიაღწიეს? რაიმე ტიპის შედეგი, რომელსაც საქართველოს, ანუ გულისხმობ იმას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ცოტა ვცლად თუ მაქვს დრო რომ ვასრულო, იმიტომ რომ ბატონი გოგა ბევრ საკითხში ხო და მე ხარ წინასახალხო ხამე შეიძლება დებატები დიდად არ არის სასიამოვნო, მაგრამ ვინც თქვა კონცერტის მაგივრად ჩვენს გადაცემას უყურებს, იმას ალბათ განსხვავებული აზრების დაინტერესებს პოლიტიკურ თემებზე. ხო, ამიტომაც მე ვიტყვი რომ ფაქტობრივად არაფერში არ ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით შეფასებები ჩვენი ფაქტობრივად იდენტურია, როცა ვსაუბრობთ რომ პრობლემებია, მაგრამ რაც შეეხება საგარეო კურსს და საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით, ვერაფერში ვერ დავეთანხმები ბატონ გოგას. მე ვფიქრობ რომ ეს დაბრალება ამ ხელისუფლებისთვის რაღაც პრორუსულისკენ გადახრა და რაღაც ასე ვთქვათ, არის პოლიტიკური ბლეფი, რომელსაც თამაშობს ნაციონალური, თქვა ზაქარიშვილის გაწონა. მივყვები თანამდებობით ბევრ თქვენს რას დავმახსოვდა, სამწუხაროდ ვერ ჩავიწერე ბევრ თქვენს არგუმენტს. ხო, ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური ბლეფი, რომელსაც თამაშობს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ მათი სტრატეგია არის. არ არის ნაციონალური მოძრაობა იმაში, რომ სჯერა, რომ ივანიშვილი პრორუსი ხელისუფალია. ვარ ამაში, უბრალოდ ეს არის მათი სტრატეგია, ტაქტიკა, რომ მოდი ხა ჩვენ დავაბრალოთ პრორუსობა, იმიტომ რომ ეს, ნუ გონიათ რომ ეს არის მათთვის თქვა უკეთესი. იტყუება აქ. არა, გოგა პოლიტიკოსია და ის თავის სტრატეგიას მიყვება, რომელიც აქვს ტაქტიკა, რომელიც განსაზღვრა ნაციონალური მოძრაობა, რომ ხელისუფლებას ყოველდღე უნდა იძახო, რომ ეს არის პრორუსული, რომ თავის ადამიანების გონებაში ჩაჭედო, რომ ესენი არიან პრორუსულები და მიუხედავად რაღაცეებისა. ნუ ეს არის ამათი ტაქტიკა, ამაზე ვსაუბრობ. ხო, მე მახსოვს ერთხელ ბიზნესმენმა თქვა, რომ გიგა ბოკერიამ შემომითვალაო, რომ ისე მოგიხსენითო, რა ქვია, რომ პუტინის კაცი ხარო ეს ბრალდება მოგიხსენითო თუ რაღაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა. ხო, არასოდეს არ დავაზე ვიძახე. ანუ რაზე ვსაუბრობთ ახლა? ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც თითქოს როგორც იანუკოვიჩი იქცევა ეს ხელისუფლება, ანუ აბსოლუტურად არარელევანტური შედარებებია, იმიტომ რომ აქ თავარი ჩვენ რატო არის არარელევანტური, რომ ეს ხელისუფლება იანუკოვიჩი იქცევა? ვიტყვი, ვიღაცამ პოლიტიკა განცხადებების მაშინ არა, კი, შედგება რა თქმა უნდა, მაგრამ განცხადებებზე თავარი არის ქმედებები, ხო? ვიღაცა ამბობს რომ რაღაც აი ბავშვური რაღაც ის არ რომ მტერი დაუძახე შეესწორე ჩემ ბავშვობაში იყო რა შეაგინე კურსს ან რაღაც კურდი ხარ თუ რაღაც დაახლოებით ესეთი შეკითხვა ძალიან ინფანტილურად უდგებით ამ საკითხებს და ჩვენ ამბობთ რომ შენ თუ მტერს არ დაუძახე პუდის ესე იგი პრორუსული ხარ ნუ მორჭა განცხადებები კი არ არის თავი არის ქმედებები მოდი ხა გავყოთ რა რას აკეთებს ქმედებებში გამოიხატება ხო იანუკოვიჩი რო იყო პუტინის კაცი ეს გამოიხატება განცხადებებში კი არა მის ქმედებებში გამოიხატება და მოვიდა თუ არა მაშინვე მიაღებინა პარლამენტს ბლოკ გარეშე სტატუსი ანუ თქვა უარი ნატოზე მეტი კონკრეტიკა რა გინდა როდესაც მიდგა საქმე ასოცირების ხელშეკრულებაზე ის რომ იყო პუტინის კაცი მოვიდა თუ არა ივანიშვილი საერთაშორისო წნეხი რუსეთზე შემცირდა საქართველოს საკითხებს ეს მოგვედება გენერალური საკითხებზე მიმართულებაზე ვამბობ ჩვენ თქვენი აზრით მე იანუკოვიჩი იყო პუტინის კაცი ნატოზე ხო ამბობ ნატოზე გეტყვი აი მაგალითად როგორ ფიქრობ რატომ არ წავიდა უელსის სამიტზე ღარიბაშვილი და რატომ გააგზავნა იქ ყველასგან მოძულებული მარგველაშვილი ეს ყველასგან მოძულებული მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდა იქ ხო ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ახლა იმ შემთხვევაში ვსაუბრობთ ერთმანეთში რა ურთიერთობა არა ერთმანეთში არა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ კითხვა უნდა გაიგო იმისთვის რომ კითხვა უნდა გაიგო იმისთვის რომ მიპასუხო კითხვა მდგომარეობს შემდეგში კი გავახუროთ პრობლემა არ არის კითხვა მდგომარეობს შემდეგში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და კერა თუ მოვიდა უელსის სამიტის დრო ჩვენ კარგად გვახსოვს რაც ხდებოდა და რა თავპირისლეწვაც იყო იმაზე ვინ მოაწერდა ხელს იმას რა ქვია რატიფიკაცია ანუ ასოცირების ხელშეკრულებას იგივე ვინ წავიდოდა კლიმატის სამიტზე გაეროში გენერალურ ასამბლეას ვინ დაესწრებოდა ერთი წუთი დამოკიდებულების თვალსაზრისით ხო აქ მნიშვნელობა ანუ როგორ უყურებს რაც შეეხება უელსის სამიტს სადაც რაც ნატო არის რუსეთისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი იქ
წავიდა არა პრემიერი, არამედ გაუშვეს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც პრაქტიკულად არ დაუშვებდნენ ხომ მანამდე ერთი წამით და ყველას მხრიდან რუსულ პრესაშიც მათ შორის იქნება ეს Pravda izvestia თქვენ ყველგან დაიბეჭდა შემდეგი შინაარსის სტატია რომ საქართველოში ნატოს მნიშვნელობა დაკნინდა, იმიტომ რომ იქ გაუშვეს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვაინტერესებს ნატო რა სიტყვის ჩვენზე, ხო? გვაინტერესებს ნატოსთან სულა რუსეთი როგორ აღიქავს ჩვენ ნაბიჯებს ეს არ არის მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ნატოსკენ სულაში რუსეთის მნიშვნელოვანია, მაშინ რატომ არ გაუწია ამას ანუ ნატოსკენ სულაში რუსეთი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაინტერესებს რომ ნატოსკენ სულაში ნატო რაპორტურა იწერს რომ ყოჩახ საქართველოს ძახილის ნიშანი. ამას ამბობს ნატო ჩვენზე. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, თორე izvestia რას დაწერს, ის არის მნიშვნელოვანი. ანუ მე დავასრულებ იანუკოვიჩთან დაკავშირებით. იანუკოვიჩმა ერთი რომ უარი თქვა ნატოზე, ეს ქმედებაში გამოიხადა. მეორე რომ ადამიანმა როდესაც საქმეზე მიდგა და ხელი უნდა მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, პუტინმა დაურეკა, იმიტომ რომ მისი კაცი იყო და უთხრა არ მოაწერ და ვერ მოაწერა ხელი და ამას გადახვა. ჩვენ ხელისუფლებას ვერ დაურეკავს პუტინი და ვერ თქვის ხელი არ მოაწერო. ვერ ან ეს ფაქტი ხო არ არსებობს, არა? ჩვენ შეიძლება ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? პუტინი და პუტინის ხალხი დაურეკავს და ეტყვის რომ თუ თქვენი ჯარისკაცები ჩვენ არ გვესვრიან უკრაინაში, გამოდით და გარკვევით თქვით, რომ ეს არ არიან თქვენი ჯარისკაცები. ჯარისკაცებს საქართველოს თავმჯდომარეობა გამოვა და ამას იტყვის. ჯარისკაცებს თუ შეიძლება. ანუ ჩვენ რაზე ვსაუბრობ, რომ ჩვენი კურსი, რომელიც არის პროდასავლური, არც შენელებულა, მივდივართ იმ გეგმიური ნაბიჯებით, რომელთაც მივდიოდით, ნატო გვიწონებს რეფორმებს, სლას გვიწონებს გვაქებს, ევროკავშირი გვიწონებს და გვაქებს, შენიშვნებს გვაძლევენ, რა თქმა უნდა, მაგრამ შენიშვნებს რა ნაციონალური მოძრაობის დროს არ გვაძლევენ რეზოლუციებში. შენიშვნებს გვაძლევენ. ახლა ესეთი კრიტიკული რეზოლუციები გახსოვს? არა, მაშინ ესეთი ის არ მუშაობდა, არ ყავდა ოპოზიციას ძლიერი, თქვა, წარმომადგენლობა, ასეთი ძლიერი ოპოზიცია არ იყო, როგორც ნაციონალური. ანუ პიარი არ უარგა ეხლა. არა, პიარზე არ არის საუბარი, ნაციონალური მოძრაობა კარგად მუშაობს. ძველი ოპოზიციისგან განსხვავებით საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა დონეზე, საერთაშორისო დონეზე და ასე შემდეგ. და ეს ცუდი არ არის ნაციონალური ასეთი ძლიერი ოპოზიცია რო არის. უბრალოდ მე რაზე ვსაუბრობ, რომ ქმედებები მაინტერესებს მე ეს რაში გამოიხატა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გამოიხატა რაღაც განცხადებაში იმაზე, რომ თურმე პუტინი მტერი არ არის, ეს ვერ თქვა პრემიერმა და ეს რაღაცას ნიშნავს. პრეზიდენტი გამოდის ყოფილი და ამბობს, რომ 2 მილიარდი გადაუხადა იმან რა ქვია პუტინმა თუ შეიძლება ივანიშვილს იმაში, რომ რაში გადაუხადა, რომ ჩვენ ნატოსკენ წავიდეთ, რომ ყოველ დღე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ ნატოსკენ. იმაში გადაუხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმებოთ, თუ რაში გადაუხადა ეს 2 მილიარდი. იმაში გადაუხადა, ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა თავდაცვის. გასაგებია ყველაფერი, მე ანუ შენ გფიქრობ, რომ ხელისუფლება არის პროევროპული, გოკა და ბევრი სხვა ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით არის პრობლემები, იმ განცხადებაში, რომელსაც შენ პრობლემად საერთოდ არ მიიჩნევ და ზოგადად კითხვასაც ინფანტილურად მიიჩნევ. ძალიან დიდი პრობლემები დაინახეს. დიდი პრობლემები დაინახეს მათ შორის ხელისუფლების ყოფილმა თანაგუნდელებმა, თავისუფლმა დემოკრატებმა ძალიან კაცრად გააკრიტიკეს. ის რომ ხელისუფლება ღალატობს ევროატლანტიკურ კურსს, ეს ბრალდება ერთი წამით დავასრულო, ეს ბრალდება არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისგან, არამედ იმ ადამიანებისგან ისმის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და 2 წელი სწორედ მისი დანაგუნდელებად ითვლებოდნენ. ირაკლი ალასანია აკეთებს განცხადებებს, რომ როდესაც ის აწერდა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელს, ანუ ამ შემთხვევაში არის ურთიერთგაგების მემორანდუმი საფრანგეთში, მას ურეკავდნენ თბილისიდან და ეუბნებოდნენ, რომ ხელი არ მოეწერა. თქვა რომ ვიტყვი მერეო, მაგრამ მოდით შეიძლება დავასრულო. და მიშას მინდა, აღარ არის მიშას მინდა. არ ჩაგერთვებით, მერაბს უნდა ერთი რაღაც მინდა ერთი რაღაცა ავხსნა. რუსეთთან როცა ასეთი ტიპის ურთიერთობა არის, რომელშიც არის შესული საქართველოს ხელისუფლება, იქ რა თქმა უნდა რუსეთისთვის აი ეს ურთიერთობა რომელიც დღეს არის ჟენევის ფორმატის მიღმა კიდე სხვადასხვა ფორმატი. ხო, კარასინ აბაშიძის? ხო, კარასინ აბაშიძის ფორმატი ევროსაბჭოში პუშკოვთან გარკვეული საუბრები და გარკვეული საუბრები უსაფრთხოების სტრუქტურების დონეზე, რომელსაც სხვა შორის ჯანელიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრია, ხო? როცა საქართველოს უსაფრთხოების სისტემებში კოდდაზვერვაში სხვაგან და სხვაგან ხდება ინფილტრაცია ადამიანების, რომელზეც თუ ჩაუღრმავდები ამ თემას და შეისწავლი ადამიანებს, რომელზეც არის დიდი ხნის წინანდელი მოსაზრებები მასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ უნდა გააკარონ საქართველოს უსაფრთხოების სისტემას. ხო, ნატოში არის ეს მოსაზრება. როცა ეს ადამიანები ისე უბრუნდებიან თავის თანამდებობებზე, როცა ძალიან სერიოზული ინფილტრაცია მიდის უსაფრთხოების სისტემაში დღესაც დასაქმებულ ადამიანებს. და რუსებს აქვს მარტივი წესი. დიახ, შენ გამოხვალ და იტყვი, რომ თქვა, ევროპისკენ მიდიხარ, დიახ, შენ გამოხვალ და პოლიტიკური მესიჯის შეცვლას დაუყოვნებლივ არავინ არ მოგთხოვს,
მაგრამ შენ გთხოვენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის რომ დაადასტურო რომ მასთან შენთან ლაპარაკს აზრი აქვს რა არის ეს კონკრეტული ნაბიჯები პირველი პოლიტიკურ დონეზე დასაჯოს უყოლა ვისაც ხმა აუმაღლებია და ქართული ხალხის მოთხოვნაა უბრალოდ იმ მომრჩეველს უკაცრავად მაპატიეთ იმ მომრჩეველს რომელმაც ოცნება აირჩია იქნება ისინი საკუთარი მომრჩეველის დაკვეთას ასრულებენ მე არ გელაპარაკებ პოლიტიკოსებს რომელსაც შენ იცნობ უსაფრთხოების სისტემებში იდევნება ყველა ეს ადამიანი ვისაც რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ უმუშავია. ყველა ზოგიერთი მათგანი ციხეშია, ზოგიერთი მათგანი იძულებული ქვეყანა დაეტოვებინა. თქვენ თუ რამეს ფლობთ? მე ვფლობ და გეუბნებით. მეორე რაც არის რუსეთის შეგან კონკრეტულად მოითხოვს. არ გააძლიერო შენი სამხედრო პოტენციალი. არ მოითხოვო თავდაცვის შეერაღება, არ მოითხოვო ჰაერსაწინააღმდეგო შეერაღება და ამ ხრივ არ გადადგა ნაბიჯები. კი, შენ შეგიძლია დეკლარაციულად თქვა, რომ შენ ნატოსკენ სვლას აგრძელებ, მაგრამ თუ შენი მინისტრი წავა და დაიწყებს ლაპარაკს იარაღის შესყიდვაზე, შენ ძალიან კაფეო და ჩხარა უნდა უთხრა რუსეთს, რომ არა, ეს არის მინისტრის თვითონ ინიციატივა და სამთვეში მე ის მინისტრი უნდა გაუშვა თანამდებობიდან. როცა მოგთხოვ. ჩვენ გვაქვს დღეს ასეთი ვითარება. კიდევ სხვა. ამასანი ამბობს, რომ გაფორმდა ხელშეკრულება კონკრეტული და თუ ეს ხელშეკრულება არ შესრულა, მე ვიტყვი რაღაცას და დაველოდოთ რა, თუ არ შესრულა ეს ხელშეკრულება. ტელევიზორში რადგან არ თქვა ეს იმას ხო არ ნიშნავს? ვაგრძელებ ჩამონათვალს რა უნდათ მათ კონკრეტულად შენგან. მათ უნდათ კონკრეტულად შენგან, რომ თავის გავლენის ძალიან ძლიერი აგენტები იყვნენ ხელშეუხებლები და კონდეთ მუშაობის სრული საშუალება. ეს დღეს ხდება ჯავახეთში. დღეს ის ჯგუფები არის ისევ ძალიან გაძლიერებული, რომ იცოდეთ კონდეს ინფორმაცია, ის ჯგუფები, რომლებიც იქ იყვნენ სრულიად შეზღუდულები, ჩახალიანის და სხვები ჯგუფები, არიან ისევ ძალიან გავლენიანები და ისევ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას საქართველოს. შენ არ უნდა გადადგა არანაირი კონკრეტული ნაბიჯები, ვისაც თუ დაბლოკო მათი სერიოზული ინტერესები აქ, რომელიც ეწინააღმდება დასავლურ ინტერესებს და აი ეს ხდება ახლა ავიაკომპანიების საკითხი რაც ხდება. თქვენ გადანაშაულებდნენ ზუსტად ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის თანამშრომლობა არ უნდა ხდებოდეს დასავლეთის ხარჯზე. მე მინდა თქვა ერთი რამ, ეს არის საახალწლო ეთერი და მერაბს რომელსაც ვთქვათ არ აინტერესებს რატომ არ ეუბნებიან მოლდოვას ევროკავშირში იმას რომ არ უნდა იყოს პოლიტიკური სამართლის შერჩევითი სამართლის ახსნა არა ერთი წუთით მოლდოვას ერთი წუთით არ ეუბნება რომ 10 წლის განმავლობაში მოლდოვაზე არა კომუნისტები არავინ არ ეუბნება რომ 10 წლის განმავლობაში ისტორიული რეფორმები განახორციელდა მართლა კომუნისტები ნაციონალებს ყველა ჯობია, მერაბისთვის ნაციონალებს ჯობია ყველა საერთოდ. ამაზე ხო ვერ შევთანხმდებით, აქ არის კი ბატონო, მრიშა. შევასწავლები გვერდი და ახალი წლის ღამეს გადაყარეთ ჩემი თავი ამ კაცს ნაციონალების გარდა თუ. ესე იგი საიდან შეიძლება გაჩნდეს ზოგადად ეს. ამ შემთხვევაში აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმე ჯერა რომ მაგალითად რომ ბიზნესში რუსეთი უფრო ძალიან უყვარს ვიდრე საქართველოს და ეს არის თვალმოჭუდული ესეთი მოღალატე რომელიც აქ შემოგვეპარა და ეხლა უნდა გაერთოს რუსეთს და ეს მისი ბოროტი განზრახვა არის იმიტომ რომ რუსეთი 2 მილიარდი დაასრულებია და მიშას დაანებე რა დაიწყე თავის პოლიტიკას აწარმოებს და მე ეხლა ჩემსას ეს სხვა მიშა ეხლა მე სხვა მიშა არის ესეთი მარტივი რაღაცა რა რომ ადამიანური განცდები არ მართავს პოლიტიკას მართავს ფაქტორები ბერკეტები და ეკონომიკური მიზანშეწონილობები ის ფაქტი რომ ადამიანს რომელსაც ვირჩევთ ხელისუფლებაში ხო აქვს თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი დაახლოებით რამდენი მილიარდი დოლარი აქვს რუსეთში ეს თავისთავად კი არ მეანიშნებს იმას რომ მას რუსეთი უფრო უყვარს და რუსეთის უფრო პატრიოტია ვიდრე საქართველოსი და ამიტომ გაატარებს რუსეთის ინტერესებს ეს არის ობიექტური არ გაყიდა ნახევარი გაყიდა ნახევარი დარჩა არა ნახევარი გაყიდა ზუსტად მილიარდ 300 მილიონს და დაახლოებით მილიარდზე მეტი დარჩენილია არ ვიცი არ ეს და როგორ გაყიდა კიდე ეგეც დეკლარირებული ინფორმაციაა ეს არ არის ეს საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ხო და აქ არის თავარი რამე რა არის იცი რომ ეს მილიარდი ბიძინა ივანიშვილი კი არა მართლა ილია ჭავჭავაძე რომ იყოს და მას კონდეს მილიარდები რუსეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს არის ობიექტური ბერკეტი იმ სახელმწიფოს რომ კონდეს ნატოში ზეგავლენა ვერ შევდივართ რომ ნატო არ უნდა ხვალ რომ თქვას ნატომ რომ მიღებული ხართ ნატოში რა შვება მე რა ძალიან ინფანტილურად საუბრობ აი თუ ვინმე საუბრობს ახლა ინფანტილურად ეს არის ეს ხარ შენ კითხვა არის თუ არა პუტინი მტერი ეს არ არის ინფანტილური და ხვალ რომ მიგვიღოს ნატომ შევალთ თუ არ შევალთ აი ეს არის ინფანტილური იმიტომ რომ ეს რატო იცი იმიტომ რომ ეს მომხილარი კლინტონი დაწყებული ლიტვის პრეზიდენტი დამთავრებული ყველა ინფანტილურია რომელიც პირდაპირ ამ ჰიტლერს ეძახის აბა რა ინფანტილური ეს არის თანამედროვე კი მე მინდა რომ
რომ ეს რაღაცა უსაგნო კამათი ამ შემთხვევაში და მე ვფიქრობ რომ უსაგნო კამათია მართლა იმიტომ რომ მერაბს მართლა ჯერა რასაც ამბობს და შეუძლებელი არის ნებისმიერი არგუმენტით რომ გადაარწმუნო ესე ჯერა და ესე ლაპარაკო მე მინდოდა რომ განსხვავებული აზრიც ყოფილიყო სტუდიაში მაგრამ კამათს არანაირი აზრი არ აქვს გარწმუნებ თამაში ამიტომ ჯობია რომ უბრალოდ მისი აზრი თქვას თქვენი აზრი თქვათ და ეს ჯეროდეს რომ არ არის პრორუსული ხელისუფლება რომელიც მიესალმება იქ ნუღამაწყვეტინებ რომელიც მიესალმება პოლიტიკაში ბურჯანაძის და ინაშვილის გაძლიერებას, ნუ არ ჯერა რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია, ეხლა თუ შეიძლება ვნახოთ დათო კობზირიძის მძიმე კაციდან საუკეთესო მომენტი. ვისაც უნდა იყოს ეკლესიური, არ უნდა იყოს გეი. გეი აღლუმი გეი აღლუმი ყველაფერი საშინელება შემოგაქვთ საზღვარგარეთიდან. მე მეშინია მათი. ვისი გეშინია? რას არ გააკეთე პარას დროს ცხოვრებაში? არ ვცემ გეის. მე რა ვქნა მე? ვინც რაც უნდა თქვას, ჩემი წისქვილი ფქვავსო. ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის ქმარი, ნანა ალექსანდრიას რძალი. მიყვარხარ შენ როგორც კაფკას თავის სასახლე და კამიუს თავისი კომუნისტი მოწაფეები. საინტერესო თუ იცი რა? გადასალახი მაღალი მთა. შენ ისეთივე სუნი აგდის როგორც ბორხეს თავისი წიგნის დაწერის დროს და გადასაცური მღელვარე ზღვა. გადასაგდები გულიდან ქვა. ისეთივე სუნი აგდის როგორც მარკეს როდესაც ის მაკონდოს აღწერდა. მომავლისათვის დარგული ბზა. ნიჭის წინაშე თავის დახრა. იმაზრის პოვნა რომელიც ღრმა. მოყასისათვის არა პაპატეთ ოსკარ ვაილდივით ნატიფი თითები გაგდა გზების გაკვალვა ვინაც რომ ღრმა არა გზების გაკვალვა ვინაც რომ ბრმა ალალი რჩევა ვინაც რომ ღრმა აგდის არჭურ რემბოს დაქცეული აბსენტის სუნი ძმათა ქეებში სიმღერა სმა ცით მოწყვეტილი ლექსების თქმა საინტერესო თუ იცი რა უსწორ მასწორო ცხოვრების გზა ილაპარაკე თუ შეიძლება თავიდან ვიტყვი ამბულეთ აწია ფეხი და მოშარდა აი ძალიან უცნაურად რკალად და ამითი იყო ნათქვამი იმიტომ რომ საერთოდ მოშარდა ტერიტორიის მონიშნარი და ამით იყო ნათქვამი რომ ლევან მიყვარხარ მაგრამ აი ეს არის ხაზი რომელსაც არ უნდა გადმოაბიჯო იქნებ წერი ლევანში დამპალო Морем страза солнце сия звезда устало поморшня сливовица праздна устало поморшня сливовица праздна устало поморшня და მე მთელი ოჯახი поморшня сливовица праздна устало поморшня გავსინჯე მარიხუანა ერთხელ ცხოვრებაში და ძალიან არ მომეწონა და გავსინჯე ერთხელ კოკაინი. ეხლა ვჭამე კარიბებზე ზვიგენი. ბასეინზე ვიწექი და ესე მეფარა მთელს სხეულს ესეთი იმერული ხაჭაპურები და ესე მზე აცხუნები და ძალიან ხშირად მისიზრება აპოკალიფსისი. როგორ ეცემა ასტეროიდი დედამიწას. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა, რაც ალბათ ბედნიერი ვიქნები რომ მოვესწრო. რა ასოციაცია გიჩნდება სიტყვაზე არტილერია? ნანუკა ჟორჟოლიანი. ვინ გახსენდება პირველი სიტყვაზე დეგენერატი? ხარო თქვა ყვას არ გამწევს არასდროს. მიშა მესხი. კაცმა არ უნდა იკადროს არასოდეს. აი პოზე რო იწყება ხო იცი? ობაზე რომ თავდება. და აი ჩუზე რო იწყება და თლახზე რომ თავდება. შენ ამ იმპერიას მოდი და ებოქსავე ეხლა რა. არ ჯობია რაღაცა ჭუკლი-პუკლი რაღაცა უთხრათ ისეთი რომ მაინც არ გუსრისოს ყოველ წუთში. პუტინ ხუილოა. პირადად ნანახი მაქვს ჩაგნორესზე. იცნობ ჩაგნორეს? დიახ, აი როგორ თქვენთან ერთად გევარდათ, ახალწელს ნევადაში დამპატიჟეს. ხო, რაო მე რა. არაფერ, ახალწელს დამპატიჟეს ნევადაში, ვით დავედი, ვიგულავე კარგად და პაშა ბურემ დამპატიჟა მაგასთან ერთად. შენ ბურე და ჩაგნორესი იყო. დიახ. ჩვენ მიდათ ზელვადიან უფასოფულს, უპროცენტო კრედიტები იქნება. დაპირებები რომელი შეასრულა ქართულმა ყველა დაპირება შესრულებულია დამერწმული თამაში. დამერწმულებას დრო უნდა.
უკვე შესრულებულია თუ უკვე ნახევარი შესრულებული, ალბათ რაღაცები შესრულდება, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, რომ ბევრი რამ კეთდება და გაკეთდება. ვისაც საჭიროა, რომ კანონის პარაგრაფში უნდა ეკუთვნის მოსმენა, იმას რა თქმა უნდა უსმენთ და მოусმენთ კიდევაც. შემეშვი. ყველამ თავის მამიდას მიხედოს. ბოს. ვინმე თუ ამოგიღიათ მიზანში და მე შეგწოდებიათ. ყოფილა ეგეთი მომენტი. არა. ეხლა რაღაცა არ არსებობს ამბავია და აი არ არსებობს მაგიშებს. ვაიმე. ფეხი დამიბუშდა. რაღაცინებს. რაღაცინებს. თუ გავარდ. ჰა? არ უნდა გავარდნილიყავი? მოდი თავიდან ჩავწეროთ ადგომა. არ უნდა გავარდე? გადავდანეთ შეიძლება. მარტო დამშვიდობება? ხო. ხო. დაუბრუნდით უკან? რაღაცინებს. დიდი მადლობა კეთი, ჩვენთან ვიყავით, წარმატებებს გისურვებ შენ გემრიელ საქმეში. ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის, იმაზე მეტ ხანს ვიდრე დარჩა. უკვე გავიდა იმაზე მეტი დრო, ვიდრე დარჩა, 2 წელიწადზე მეტი არიან. თუ გაქვთ იმის განცდა, რომ შეიძლება, ვთქვათ, რაღაცა გარკვეული, არ ვიცი მე, რაღაცა ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, ვთქვათ, აი ამ 2 წელიწად ნახევრის შთაბეჭდილებები შეგეცვალოთ მათზე, როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება რომ მათ გამონახონ ესეთი რესურსი, რომ ვთქვათ, რაღაცა მეტი გააკეთონ დარჩენილი წლინახევრის განმავლობაში. თუნდაც საბოლოო ჯამში ხო ჩვენ ყველას ინტერესია, რომ მართლაც მათ შეძლონ და რაღაცა უკეთესი მართლობა უზრუნველყონ. თუ გაქვთ ამის იმედი და თუ და რა შემთხვევაში? იცით რა, მე საერთოდ არასოდეს არ გავდივარ ხოლმე, როდესაც საუბრობ, არასოდეს არ გავდივარ მოქალაქეს ჩარჩოდან. ანუ მე ის მოქალაქე ვარ, რომელიც ქირაობს ხელისუფლებას, უხდის მათ ფულს და აძლევს მე თავის თავს იმის უფლებას, რომ რაღაცა მოეწონოს და რაღაც არა. დღესდღეობით ღმერთმა ქნას, რომ რაღაცა ჩაიდინონ ისეთი მოულოდნელი სრულიად და მართლაც, იმიტომ რომ ეს ხომ ჩვენს პირად ინტერესებში შედის, არა, ეს ჩვენი სახელმწიფოს მთავრობაა და ჩვენი ბედი დამოკიდებული არის მათ ქმედებაზე. მაგრამ ჯერჯერობით მე ამის იმედი არ მაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ძალიან სერიოზული განხილვა მივიღე მაშინ, როდესაც მაიდანთან მიმართებაში ჩვენს სახელმწიფოს არ ქონდა არავითარი აი იცით აი საშინელი პოზიცია. ეხლა ბატონი მერაბიც, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც ძალიან ახალგაზრდები არიან და შეიძლება უბრალოდ არ ახსოვთ, რომ 9 აპრილის მერე ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ტრავმა მიიღო, როდესაც გენერალ როდიონოვი გამოვიდა უმაღლეს საბჭოს სესიაზე და მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ რუსთაველის გამზირზე იდგნენ ნარკომანები, ლოთები, რომლებმაც ერთმანეთი აჩეხეს. და ეს ჩვენი იდეა, დამოუკიდებლობის მოპოვების, სუვერენიტეტის იდეა ყველაფერი იყო გათელილი და ჩვენ გამოგვაჩენს. აი ზუსტად ასე მოვეკეცით ახლა ჩვენ მაიდანს. მაიდანზე ფაქტიურად დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ იქ ახლა გამოვიდნენ ვიღაცა დევიანტები, ასოციალური ხალხი, სვამენ, დროს ატარებენ, სახში წასასვლელი არ აქვთ და რომ ეს არის ყველაფერი დიდი სისულელე, ასეთი უნდა ყოფილიყო ჩვენ 9 აპრილ გამოვლილ ხალხს. ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონოდა მაიდნის მიმართ, როდესაც 9 აპრილის დროს, მე არ ვიცი თქვენ გაქვს გოგაც პატარა იყო ალბათ, ჩამოდიოდნენ თბილისში დელეგაციები რუსთაველზე, ვილნიუსიდან, რიგა, პეტერბურგიდანაც იყვნენ უამრავი ახალგაზრდები ჩამოსულები, რომ თავის თვალით ენახათ ნამდვილად
ხდება ასეთი რამე თუ ეს არის ჭორი. აი ასეთი რაღაცები რო გვაქვს, ასეთი დიდებული წამები რომ გვაქვს გადატანილი ჩვენს ერს. ჩვენ ასე უნდა მოუქცეოდით იმ ხალხს, ვინც მაიდანზე იდგა. აი ეს ჩემთვის იყო უზარმაზარი განხილვა. ამას მე მოყვა საერთოდ თავზარდამცემი შედეგი ქართულ ჯარისკაცებთან დამოკიდებულებაში. მე საერთოდ არ ვიცი როგორ არ გააპროტესტეს ეს ჯარისკაცებმა, იმიტომ რომ ჯარისკაცები საერთოდ სხვა ხალხია რა. ეხლა იმაზე რო იტყვი რომ ფული გადაუხადეს და წავიდნენ, იცი რა, ფულის გამო ბევრი სისულელე შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს, მაგრამ სიცოცხლეს არ გაწირავს. ის თავის შვილებს ობლად არ დატოვებს ფულის გამო. ის სიცოცხლეზე უარს არ იტყვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ ვაშკაცების ხვედრია, რომ აიღო შენი ჩანთა, შენი იარაღი და წახვიდე. წახვიდე და რატომაც არა, როდესაც ის არის შენი მეგობარი ქვეყანა, როდესაც უამრავი სია არსებობს ოფიციალურად იმ უკრაინელი ბიჭების, ვინც აფხაზეთის ომში დაიღუპნენ. ეს შემთხვევა, როდესაც უმრავლესობაში გყავთ თქვენი აზრის გამზიარებლები, იმიტომ რომ ზუსტად იგივე. კარგია, ეს ძალიან კარგია და ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთან აფხაზეთის ომის დროს დაიღუპა უკრაინელთა მთელი ბატალიონი. და წარმოგიდგენიათ, ახლა უკრაინელებს რო ეთქვათ, რა უნდათ ამ ჩვენს ბიჭებს საქართველოში, ეს ხო სხვისი ომია და ჩვენ არ გვაინტერესებს. წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ტკივილი იქნებოდა და როგორ გვიამაყებოდა, რომ ეს უცხო ხალხი ჩამოდიოდა და ჩვენ გვეხმარებოდა. ჩვენ როგორ მოვეკეცით? ჩვენ მოვეკეცით სასტიკად. მე მწვენია პირადად, როგორც მოქალაქეს ძალიან მწვენია, მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში. უბრალოდ მწვენია, როგორ ვიმართლო თავი, ესე იგი, რას ვფიქრობ მე, რომ თქვენ იქ რა ქენით. კი ბატონო, აი უკრაინის თემას გავაგზავნებ, მაშინ ბოლო-ბოლო თავრობის დევიზი არის არც გულხერხულება და არც არაფერი. ბოლო რეპლიკის შესაძლებლობას მივცემ ყველას, ოღონდ გეხვეწებით კამათში არ შეებოთ, იმიტომ რომ უბრალოდ აზრი არ აქვს. და აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნუ რა არის კამათი, რომ ერთმანეთი რაღაცაში დავარწმუნოთ, ან მაყურებელს არ ესმის და თქვენ ერთმანეთს გარანტიას გაძლევთ, რომ ვერაფერში დაარწმუნოთ. ეს პატარა რეპლიკა. გარდა ამ თემისა მინდა აუცილებლად თქვა, რომ ასევე ჩემთვის შოკის მომგვრელია საყდრისის თემა. კი ბატონო. და ის რომ საყდრისის თემას ასე აბუჩადინგდებენ და არავითარ პატივს არ სცემენ იმ ადამიანებს, ვინც იშრომა იქ მთელი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. მე ვიცნობ ამ მასალებს, მე თავად ყოფილვარ ამ ექსპედიციაში არაერთხელ, როგორც სტუმარი ექსკურსიაზე, არა როგორც სპეციალისტი და მე თავად მინახავს იქ არაჩვეულებრივად საინტერესო ნიმუშები და აი ის კადრი, როცა საყდრისი ფეთქდება, ეხლა არ არსებობს კადრი ბაგრატის აფეთქების, მაგრამ რაც წერია მაგალითად პლატონ იოსელიანთან, სხვა კი არაფერი წერია, ზარბაზანი დააყენეს რუსებმა, მიუშვირეს ბაგრატის ტაძარს და ერთ წამში აფეთქდა ტაძარი. თუმცა ამაზე პასუხი ქონდათ, რომ ეს არ ყოფილა რაღაცა. რა საკურველია პასუხები ქონდა, მაგრამ ფაქტი ხო სახეზეა. მე ასოციაციურად, როცა უყურებდი ამ აფეთქებას, ხო, მე ეს გამახსენდა. ჩვენ ეს დავუშვით. აი მე იმიტომ დავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ისედაც კონფორმისტები ვიყავით საერთოდ. ქართველები და საერთოდ საქართველოს როგორ გადარჩაო ხანდახან ხო იციან თქვა აი როგორ გადავრჩით ჩვენ იცით რატო გადავრჩით ნახევარი საქართველოს ყოველთვის გამყიდველი იყო და მეორე ნახევარი ცდილობდა რომ როგორღაც აი ამ გამყიდვლების ფონზე მაქსიმალური ენერგია დაეხარჯათ, რომ არ გამქრალიყავით და იმ მეორე ნახევრის დამსახურება. ჩვენ დღეს ზუსტად ისევე გვართ გადანაწილებული, როგორც 400 და 500 წლის წინ იყო საქართველო. აი ზუსტად ისე. ნახევარი საქართველო ადგას ღალატის გზას. ღალატის გზასაც დგას თუ უბრალოდ სხვა წარმოდგენები აქვს ცხოვრებაზე და სხვანაირად წარმოუდგენია უბრალოდ. იცით რა, თუ ეხლა ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ რუსეთში დაბრუნდებიან და ლეონიდ ილიჩი ცოცხალი დახვდება და იგივე ცხოვრება და თუ ვინმეს გონია, რომ საბჭოთა კავშირი დღეს არსებობს, მაგრამ ჩვენს გარეშე და აი ეს ცხოვრება ვიღაცას არ ვიცი ეხლა. ნახევარი ხომ არ არის ესეთი იგივე, როდესაც საზოგადოებრივი აზრის კვლევები მე უფრო მობიერი ვარ, მე არ მგონია
ჩვენთან ტარდება კი კვლევები. კი, როგორ არის სოციოლოგიური აზრის კვლევები, საზოგადოებრივი პლებისციტი, ყველაფერი და ნუ სადღაც 75-80% მოსახლეობის მიიჩნევს, რომ საქართველოს გზაა ევროპისკენ. ჩვენ გქონდეს იმის განცდა, რომ ნახევარი საქართველო და მე იმიტომ რომ უფრო მეტი ადრენალინი და უფრო მეტი სურვილი გვექნება ბრძოლის, ვიდრე თუ გვეცოდინება რომ სულ რაღაც ხუთიოდე აი ადამიანს, აი როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, რომ 20 კაცი სულ ნაციონალებიდან სექტა, ანუ ესე იგი განსხვავებული აზრი თუ გაქვს საქართველოში, შენ ხარ სექტანტი, ხარ ნაციონალების მიერ დაფინანსებული რესპონდენტი, ჯერ მოუყენებიათ ეს შეურაცხყოფა, რომ რატო არ მაფინანსებთ გოგა, არ ფიქრობთ ჩემზე. ხო, არ გიფიქრიათ, ხო შენ არც მაშინ, არც ეხლა, მაშინაც უმუშევარი ვარ, ეხლაც უმუშევარი ვარ. ხო და თამარ, იცით რა, აი საყდრესის თემამ უბრალოდ ზურგში დანაჩაგვარტყა, იმიტომ რომ ჩვენმა თაობამ გადაარჩინა თავის დროზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. გადაარჩინა. აი თქვენთან იმ დღეს სტუმრად იყო დავით ტურაშვილი, მე ცოტა მეწყინა, იმიტომ რომ მისი დღევანდელი პოზიცია მეწყინა, იმიტომ რომ დათო იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც სადღეღამისო რეჟიმით ვიყავით დავით გარეჯში და ვყარაულობდით იქ. ჩვენ ხომ ბავშვები ვიყავით მაშინ, მაგრამ ჩვენ ხომ მივაღწიეთ ამ მიზანს. განასაყდრესი დღეს ასევე მტკივნეული არ არის? როგორც ხარ ამ მაშინ მიადგებიან ერთმანეთს ბარძიაც ორმოა ბოლოს და ბოლოს სხვა კი არაფერი არ არის უფლის ციხეც ორმოებია მაშინ მივადგეთ ამ ორმოებს და ამოვქოლოთ და ავაფეთქოთ მე ეს ძალიან მტკივა და მე ძალიან მტკივა რომ ხალხს არ მტკივა რომელ ხალხს იცით აი რომლებიც უბრალოდ ვერ გაერკვნენ რა არის საქმის ეს მათი ბრალი არ არის სამწუხაროდ ჩემ თემურემოს პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა მე მინდოდა რომ რეპლიკის შესაძლებლობა მესაც თუ პირობას მომცემთ რომ მოკლედ იტყვით მინდა რომ კიდევ თქვენც მოგცეთ იგივე კითხვაზე შესაძლებლობა პასუხის გაცემის შესაძლებლობა თუ ფიქრობთ რომ თუ გააქვს იმის იმედი მე რა რომ 2015 წელი 2014-ზე უკეთესი იქნება შენ თქვი რომ შიდა პრობლემებზე ეთანხმები აი გოკას მოსაზრებებს და ძირითადად ხვდები რომ პრობლემური იყო ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ პრობლემებს ვერ ხედავ მართალია და მაინტერესებს თუ გააქვს იმის იმედი რომ დარჩენილ წელიწად ნახევარში ხელისუფლებამ შეიძლება რაღაცა უფრო მეტი ფხა გამოიჩინოს და მეტი ეფექტიანობა დაგვანახოს. იმის მიხედვით, რასაც უყურებ. საშუალო იმედის ჯერჯერობით არ იძლევა ის ბოლო მოქმედებები ხელისუფლების საყრისთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვეთანხმები, მართლა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო და ამ ხელისუფლებას დარჩება. ერთადერთი იმედს რაც მაძლევს მხოლოდ არის ის რომ წლის ბოლოს დაიწყეს საუბარი რეფორმებზე, ეს არის პროკურატურის რეფორმირება, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება და ასე შემდეგ. აი ამ თუ ეს რეფორმები გაკეთდა, ჩვენ ვიტყვით რომ 2015 წელი არის წარმატებული. და ანზორბალუაშიც დაუძახეს ამ რეფორმებს. პროკურატურა მივიღეთ მართლა დამოუკიდებელი, ანუ ინსტიტუციურად თუ ჩამოყალიბდა ეს დემოკრატიის, ანუ დემოკრატია მივიღეთ ინსტიტუციურად, ანუ არ იქნება ვიღაც ერთი ადამიანის ნებაზე დამოკიდებული, გვექნება თუ არა დემოკრატია, თუ ეს გაკეთა 2015-ში რეალური რეფორმა პროკურატურის, მე ჩავთვლი რომ 2015 წელი არის წარმატებული. ბალუაშვილმა რეფორმა ჩაატარა პროკურატურაში, ჩათვლი რომ ბიძინა ივანიშვილი ანუ არა ანგარიშვალდებული პირი აღარ მართავს ქვეყანას? თუ ჩვენ მივიღეთ ისეთი პროკურატურა, რომელიც იქნება რეალურად დამოუკიდებელი, როგორ უნდა მიიღო ეგეთი პროკურატურა? ანუ კანონულად დაიწეროს ისეთი, რომელიც ამას გამორიცხავს. ეს კანონი არ გამორიცხავს, ეხლა პროკურატურა პირდაპირ არის მთავრობის შემადგენლობაში. ეს ბატონ გოკას უკეთ ეწოდინება, საფაქტობრივად უნდა გამოვიდეს მთავრობიდან პროკურატურა და ამაზე არის საუბარი. კარგი, ანუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიწუდება იმას, ვინც მთავრობის შემადგენლობიდან გამოვა. გააჩნია თუ როგორ დაარეგულირებს ამას კანონი. ანუ კანონის ამოცანა ის არის, რომ ისეთი ბარიერები შექმნას, რომ იყოს ადამიანი დამოუკიდებელი, ვინც იქ დაინიშნება. ამაზე მიშა, იგივე კითხვა მაქვს შენთანაც ძალიან მოკლედ. თუ შეიძლება და შეგვიძლია თან მივულოთ. ცოტა პოზიტიური ვიყო, ეხლა რა თქმა უნდა, კაზინოში რო ვიყო და ფსონს ჩამოვდიოდი, არ გავაკეთებდი წარმატებაზე ფსონს, მაგრამ შამპანურით ხელში და საახალწლო ეთერში, მე მგონი პირიქით ჯობია, რომ ესეთი ღამეა რა, ვისურვოთ, რა თქმა უნდა, სასწაულები ხდება. და ვისურვოთ ის სასწაულიც რომ 2015 წელს ჩვენ მთავრობა იყოს გაცილებით ეფექტური ვიდრე აქამდე გვინახავს საერთოდ მთავრობა დედამიწაზე რომ ყოფილა და უსურვოთ მათაც წარმატებები რომ წაგვიყვანოს სწორი გზით და მე მგონი მთავარი ამ შემთხვევაში არის დერადიკალიზაცია უნდა მოხდეს ჩემი აზრით აი ბოლო საპარლამენტო იმის ამბავსაც რომ გამოეხმაურო ერთმანეთზე რომ გაიწიეს
მუშტებით ერთმანეთს ერა უბრალოდ ერთზე იწეოდნენ იქ ბევრი ძალიან ცუდი საქციელი იყო ეს ჩემო ძვირფასო მსახიობებო და სპორტსმენებო და კიდევ სხვა ადამიანებო დეპუტატებო რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდით ამაში ძალიან ცუდი იყო და იმედი მაქვს რომ თქვენ არათუ მომავალ წელს არამედ საერთო ცხოვრებაში ამას აღარ გაიმეორებთ და საქართველოშიც იქნებ შევთანხმდეთ რომ დამთავრდეს რა პარლამენტში ადრეს ყოფილა გვახსოვს ბევრი მმართველი ძალა არის შემჩნეული პარლამენტში ცოტა ძალის ზედმეტად გააჭარბებაში მაგრამ ნუ ოდესმე ხო უნდა დამთავრდეს ეს ამბავი და მე მგონი დერადიკალიზაცია არის მთავარი ქალბატონ ნათია და ნუ დაუძახებთ მოღალატეებს ნურცეთ ნახევარს ნურასოდეს იმიტომ რომ აქ შეიძლება საქმე კონდეს უბრალოდ ესე ხედვასთან ადამიანების და ეს ხედვას ლეგიტიმურია რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ცდებოდეს მარტივად შეიძლება მათი მოსაზრებები არ ემთხვეოდეს ან მათი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა არ ემთხვეოდეს ზოგადად კოლექტიურ კონსენსუსურ გზას ჩვენი ქვეყნის მაგრამ მათაც აქვთ არსებობის უფლება რამთვის ისინი ცოცხლები არიან და ცოცხლები არიან ჩვენი მთავრობაც რა და ყველა ცოცხალს აქვს შესაძლებლობა რომ გახდეს უკეთესი და ამას უსულო. და 20 კაციანი სექტის წარმომადგენელსაც ვთხოვოთ, თუ შეიძლება გითხრას აქვს თუ არა იმის იმედი, რომ შესაძლებელია რაღაცა ისეთი ცვლილებები განხორციელდეს, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება მთავრობა დაითხოვოს, შეიძლება თვითონ მოვიდეს, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი ან სერგეენკო დანიშნოს, არ ვიცი, სერგეენკო რაღაც ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს ბოლო პერიოდში. მიშამ თქვა, გავიმეორებ, რომ საახალწლო ღამეა და არ მინდა ეხა ის რასაც ვფიქრობ, როგორც პროგნოზი და თქო იმედები მინდა სხვადასხვანაირი იყოს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პროგნოზი მაქვს, რომ არ შეიძლება მთავრობის მეთაური ყოველ შემთხვევაში ის ვისაც უწოდეს დღეს მთავრობის მეთაური, ხო და უთხრეს, რომ აი შენ უნდა იყო ხა მეთაური. ის როცა პოლიტიკურ ოპონენტს მტერს უწოდებს, მტერს. ის როცა 10,000-ობით და 100,000-ობით თავისივე თანამოქალაქეს, რომელმაც სხვა პოლიტიკურ ძალას დამისცა მხარი, ხო, სექტას უწოდებს. როცა მისი განწყობა არის ასეთი აგრესიული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 30-იანი წლების საბჭოთა რიტორიკის მსგავსად ხო მტრები სააკაშვილის სახელმწიფოს მტერია ნაციონალების ახალგაზრდა იყო ოპოზიციის სწორედ ტრად უყურებდა არანაირად არასოდეს მახსენდება ჩემს მიერ ან რომელიმე ჩემი მეგობრის ნათქვამი ლორდინგი იყო საოცარი მტერი არის ვიღაცა ხო ეგეთი რამე არ მახსენდება მე შეიძლება მithქვავს ომის მერე ვთქვათ პუტინთან ჩასული სულ სამოხდითო და არ ვიცი ეს ელაპარაკებოდით არა სულ სამოხდით ოპოზიციაზე არ თქვა მე შეიძლება გივით არგუმაზე თქვა ეს და მიშა მუმიებს ეძახა არიფრიალებს მუმიები ხართო გაფარჩაკებული ხო და ახლა ლექსიკონს ვერ ჩა ყველა არ მახსოვს აპატიეთ მაგრამ აი ვერ მომიშა არ შეიძლება რომ შენი აზრი ხო თქვი დაამთავრა გავიგის და არ ეთანხმები ნუ ეთანხმები ხო თქვენ დამოკიდებულებაზე ნაციონალურ მოძრაობისმა და ნამდვილად არ ვიშიხართ ტრად და არც არასოდეს არ ვიმაჩნევ და შეიძლება ძალიან ნორმალური ურთიერთობა მქონდეს ადამიანთან რომელსაც არ მოწონს ნაციონალური მოძრაობა მაგრამ როცა ხელისუფლების სათავეში მყოფი ადამიანი რომელსაც აქვს ძალაუფლება დევნოს დაიჭიროს უსმინოს ყველანაირი შეზღუდვების გარეშე და ეს ჯერ კიდევ ხდება ხო პროკურატურა გამოიყენოს იარაღად ადამიანებს უთვალთვალოს ხო პრორუსული ძალები გააძლიეროს და როცა ის ტრებად თვლის 10,000-ობით თავის თანამოქალაქეს და მზად არის ისინი გაანადგუროს როგორც პოლიციის აკადემიის პროექტორი იყო და ტყავი გააძროს ან როგორც ზოგიერთი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო და თითები მოამტვრიოს როცა აი ესეთი განწყობით არის მთავრობა არ ამგონია რომ მათ რამე გაავოუვიდეთ არა მხოლოდ ამ საქმეში რა ხო ტერს ვერ გაანადგურებ ვერასოდეს თუ შენ ოპონენტს ვერ გაანადგურებ იმითი რომ მას მტრად ჩავთვლი ვერ გაანადგურებ ერთი აზრი ამ ქვეყანაში რო იყავით მაშინ რომ ასე გეტყვით ერთი აზრი ხა თქვენ აბსოლუტურად სწორად აზროვნეთ მაგრამ ერთი აზრი ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ იქნება და ხელისუფლებაში რო იყავით მაშინაც ასე ვთვლიდი რომ ერთი აზრი ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ იქნება და უნდა იყოს ცივილიზებული თამაშის წესები ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის და სხვა შორის მაშინ როცა ეხლა ჩვენ ოპოზიციაში ვართ ალბათ ხვდებით ხო რომ ისეთი აგრესიით არ გამოვირჩევით როგორც ის ოპოზიცია ჩვენს მიმართ ხო და ჩვენი იარაღი არის მიკროფონი, ბრიფინგი, გამოსვლა, პოლიტიკური გამოსვლა ასე შემდეგ. კვერცხებს ჩვენ არ ვისვრით, იმას არ ვისვრით, რა ქვია, საღებავებს და ხო, სტაფილოებს. და უნდა ითქვას, რომ არაფერი არ გამოუვათ. ეს განწყობა სპობს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, იმიტომ რომ ყველას ესმის ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ჩვენ 20 კაციანი სექტა არა ვართ. თუ 100,000-ობით ადამიანთან ქვეყანაში მთავრობას აქვს ასეთი დამოკიდებულება, ის წყნარად ვერ განავითარებს ბიზნესს. აქ არ იქნება საინვესტიციო კლიმატი, აქ არ იქნება ნორმალური პოლიტიკური გარემო. სანამ პოლიტპატიმრები იქნებიან, აქ არ იქნება ისეთი სიმშვიდე, რომელიც ჭირდება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
აი ამ მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდა სამწუხაროდ ქართული ოცნება, თავის ბოღმას, თავის ამ ღვარძლს აყოლებს იმას, რაც სინამდვილეში უნდა ყოფილიყო მისი წარმატების გარანტია. მათ შეეძლოთ პირველივე დღიდანვე ეთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვართ ხელისუფლებაში, პოლიტიკური ანგარიშწორება არ იქნება, რაც ცუდი იყო, იმას გამოვასწორებთ, რაც კარგი იყო, იმას გავაგრძელებთ, ამის მაგივრად. ეს ადამიანები 2 წელი იმყოფებიან საკუთარი თავის ტყვეობაში. და ეს ტყვეობა ახლა უკვე გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ მინდა ვთქვა პრემიერ-მინისტრის, რომ უკვე რაღაცა ძალიან უცნაურ შიზოფრენიულ მდგომარეობაში გადაიზარდა. ეს ნამდვილად მათთვის კარგად არ. კი ბატონო, მე უნდა ისიც დავამატო ამ ყველაფერს, რომ ჩვენ მიმეცი შევთავაზეთ სხვა პარტიებსაც მიიღოთ მონაწილეობა ჩვენ საახალწლო ეთერში. არ მოისურვეს, ზოგმა გადაწყვიტა რომ უფრო ადრე მიიღო მონაწილეობა, მაგალითად ბუკა პეტრიაშვილი მყავდა გასულ კვირას, ასე რომ ამიტომ არ არიან საახალწლო ეთერში და იმიტომ ხართ მხოლოდ თქვენ რომ სხვებმა არ მოისურვეს, თუმცა ყველასთვის ღია იყო, გუნგუნებრივია თეორემას კარი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სტუმრები იყავით. დიდი მადლობა მერაბ იმისთვის, რომ ასევე დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა მაყურებელს, ოღონდ არ გადართოთ ჩვენ ძალიან მალე დაუბრუნდებით და საერთაშორისო საკითხებზე საუბრით განვაგრძობთ საახალწლო თეორემას და წინა წლის აი ამ მიმართულებით შეჯამებით. Reach out and touch faith.